მოგესალმებით, შერის სივრცის საზოგადოება ვარ ვიცი ამ დროისთვის თუ მყავს უკვე საზოგადოება, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ მყავს და ამისთვის ძალიან გთხოვთ რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი, მოგვიწონეთ, გააზიარეთ, მოუყევით ხალხს რომ არსებობს ესეთი სასწაული პოდკასტი, რომელსაც ქვია შერის სივრცე. სანამ სტუმარზე გადავალ სტუმრის წარდგენაზე და დღეს გვაქვს ძალიან მაგარი თემა, ასე რომ ფაციცი ჩამირთეთ. მანამდე გეტყვით რომ ჩვენი პოდკასტის წარმოდგენი არის Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ დისტანციურ სავარჯიშო პროგრამას, ასევე პროგრამებს, რა თქმა უნდა, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამებს და ასევე კვების პროგრამებს. თუ გინდა დაიგელეთ, თუ გინდა შეინარჩუნეთ, თუ გინდა მოიმატე, ყველანაირი მოთხოვნილებები გვაქვს საკმაყოფილებული. მთავარია თქვენ გადმოწეროთ, დარეგისტრირდეთ და გამოიყენოთ მისი სიკეთეები. თუმცა აქვე ვიტყოდი რომ სხვა სპონსორზეც არ ვიტყოდი თუ არ წყალი დაგვამშვენებდა მაგალითად. ასე რომ ვეძებთ სპონსორებსაც. ახლა კი გადავიდეთ ჩემი სტუმრის წარდგენაზე. სასწაული თემა გვაქვს დღეს გოგონებისთვის განსაკუთრებით და დღეს მინდა წარგიდგინოთ ნუკი მიიქაბერიძე. ნუკი არის ენდოკრინოლოგი, ასევე არის სუბსპეციალობით ნუტრიციოლოგი და სერტიფიცირებული კვების კოუჩი და ლექტორი ასევე. ნუკი, მოგესალმები. მეც მოგესალმები. მიხარია რომ მომიწვიეთ, პირველ რიგში გილოცავთ ახალი პოდკასტის დაწყებას. დარწმუნებული ვარ რომ წინ საინტერესო თემები გველის და მიხარია რომ ერთ-ერთი სტუმარი მე ვარ. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ წარდგენაში კიდევ ერთი რაღაც გამომრჩა. ნუკის აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენება ოქსფორდში. იმ თემასთან დაკავშირებით, რა თემაზეც დღეს ვისაუბრებთ. ნუკი, შენ მომიყევი ამის შესახებ, გთხოვ, სანამ მე რო კიდე რაღაც არ გამიფაროს. დიდი მადლობა. კი, სექტემბერში ნამდვილად მაქვს მოხსენება ბარიატრიულ თემაზე, ასე ვთქვათ. ზუსტად იმ თემებზე, რომელსაც დღეს ჩვენ ერთად განვიხილავთ. იანვარში წელს საქართველოს ჩატარდა სამიტი, რომელსაც წარვადგინა ეს მოხსენება, მოიწონეს და ასე ვთქვათ, მაქვს პატივი, რომ უკვე ოქსფორდში ბარიატრიულ კონგრესზე იგივე თერმით წარვსდგე. ასევე აქვე მინდა ვახსენო, რომ ძალიან მადლობელი ვარ თორნიკე ნუქიძეს და Nutrition Academy of Georgia's მხარდაჭერისთვის, რომ ასე ვთქვათ, ხელი შემიწყვეს ოქსფორდში წავსულიყავი წელს. ძალიან მაგარია, მშვენიერ თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა. კაი რაღაცებს აკეთებს თორნიკე, ვიცით ზოგადად საქართველოში და ასევე შენს და გეხმარა მშვენიერია. კი ბატონო, მაშინ გადავიდეთ ეგრევე ჩვენს თემაზე. ბარიატრია ჩვენი დღევანდელი პოდკასტის თემა და შევეხებით ყველა მხრიდან, დადებითიც, უარყოფითიც, გავიარეთ ყველაფერი. და მოდით დავიწყოთ პირველი, როდის არის ბარიატრიული ჩვენება პაციენტში, ასე ვთქვათ, ხო? პაციენტი არის. კი. მოდი მსმენელებისთვის რამდენიმე განმარტებით დავიწყოთ. თვითონ ბარიატრიული ქირურგია თავისთავად გულისხმობს, რომ ეს არის ოპერაციული ჩარევა, რომელიც მიმართულია სიმსუქნის და მასთან ასოცირებული გართულებების კურნალობისკენ. და ჩვენებებს რაც შეეხება, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, რა BMI-ზე არის ნაჩვენები ეს ოპერაცია. BMI არის სხეულის მასის ინდექსი, ანუ ადამიანის წონა კილოგრამებში გაყოფილი მის სიმაღლეზე მეტრ კვადრატში. და ვიცით რომ სიმსუქნე განისაზღვრება როგორც სხეულის მასის ინდექსი, რომელიც ტოლია ან მეტია 30-ზე. აქ გვაქვს სამი ხარისხი. 30-დან 35-მდე პირველი ხარისხი, 35-40-მდე მეორე და 40 და ზემოთ მესამე. აი სწორედ 35 და ზემოთ BMI-ზე უკვე ნაჩვენები არის ბარიატრიის გაკეთება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გვაქვს BMI 30-დან 35-მდე აუცილებელია რომ პარალელურად თან არსებობდეს არამენეჯირებული დიაბეტიც. სხვა მეთოდებით, მაგალითად მედიკამენტებით, ცხოვრების წესის მოდიფიკაციით, მაინც არამენეჯირებული. და აქვე დავამატებ ერთ დეტალს, რომ კი ვახსენე, რომ 35 ზემოთ სხეულის მასის ინდექსზე ნაჩვენებია უკვე ბარიატრია, მაგრამ პირველი რიგის მაინც ნამდვილად არ არის ხოლმე და აუცილებელი არ არის. ხო, შეიძლება რომ ადამიანმა რევერსით წაიყვანოს თავის მდგომარეობა. კი ბატონო, უბრალოდ არასწორი არაა რომ გააკეთა, მაგრამ პირველი რიგის მკურნალობა ნამდვილად არაა და ყოველთვის უმჯობესია მედიკამენტოზურ მკურნალობას მიმართოთ ჯერ, ცხოვრების წესის მოდიფიკაციას, ასე ვცადოთ წონის კორექციას და მასთან არსებული გართულებების შემსუბუქებაც და აი ბოლოს, ასე ვთქვათ, ბოლო ეტაპად თუ სხვა გამოსავალი არა, მე როგორ ვფიქრობთ ბარიატრიაზე. აი BMI-ს უცებ კიდევ ერთხელ განმარტავ მეტრ კვადრატზე. ანუ უცბად რო ვთქვათ, როგორ შეიძლება დაიანგარიშონ BMI, ხო? ანუ თქვენი ჯერ სიმაღლე, ოღონ მეტრებში, ხო? მაგალითად თუ მე ვარ 1.70 ისე გარეთ და ისე 1.79 ჩუმოთ. თუ 68-ში მეკვი. ხო და
1.7 გამრავლდება 1.7-ზე, რასაც მიიღებთ, ანუ მე თქვენი წონა, დავუშვათ 60 უნდა გავყო 2 რაღაცაზე, რასაც მივიღებ 1.7-ის შედეგად და აი ის მაჩვენებელი არის უკვე მე იმ რეინჯში ჩასასმელი 30-დან 35-მდე, 35-დან და 30-ის ქვემოთ თუ ხართ ხო, რა თქმა უნდა, ცალსახად არანაირად ჭარბწონიანობაზე ნამდვილად არ არის ჩვენება. ადამიანი. ერთი პატარა კითხვა მქონდა იქ სადღაც შუაში რა თქვი რა. აი დავუშვათ ადამიანი მოდის, აი 30-დან 35-მდე და გეუბნება რა ყველაფერი ვცადე. საკითხავია ყველაფერი ცადა თუ არა მაინც. აი თქვენ რას ცდილობთ თქვენი მხრიდან რომ ჯერ მაინც გაუშვათ ეს ადამიანი ცხოვრების სტილის ცვლილებაზე. ყველა ვარიანტში ვიწყებთ ხოლმე ამაზე ძალიან დეტალურ საუბარს, თავისი ჩვენებების, უკუჩვენებების, რისკების განხილვას და გარკვეული გამოკვლევის ჩატარებას, იმიტომ რომ ერთი რა ვახსენე რომ 30-დან 35-მდე პლუს დიაბეტი, არა მენეჯერებული დიაბეტიც თუნდაც თან არსებობდეს, რომ ასეთი პაციენტი ასე ვთქვათ გაუშვა მაინც ბარიატრიას და რა თქმა უნდა ეს საკითხი იდგას დღის წესრიგში პირველ რიგში, მაგრამ ესეც თუ არის ნამდვილად, მე უკვე ვიწყებთ ხოლმე სხვა ტიპის გამოკვლევებს, იქნებ და უკუჩვენება აქვს რაიმე ოპერაციის ხომ და ამაში მხოლოდ ენდოკრინოლოგიც ვერ იქნება ჩართული, უნდა ჩაერთოს უკვე მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელშიც იქნება თავმოყრილი კარდიოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი. სამწუხაროდ ეს თემა ცოტა გვერდით არის ხოლმე გაწეული საქართველოში განსაკუთრებით. ძალიან ხშირი არის ხოლმე კვებითი აშლილობების არსებობაც ასეთ პაციენტებში და ამ მდგომარეობების გამოვლენა, მენეჯირება და თუ მენეჯმენტი შესაძლებელია მერე ბარიატრიაზე გაშვება, ან მხოლოდ მენეჯირების შედეგად იქნება მივიღოთ შედეგი, ხო, რეალურად არც იყო საჭირო ბარიატრია ამის შემდეგ. ეს რას ნიშნავს, რომ კლინიკაში, როდესაც მიდის პაციენტი, რომ აი ხა მინდა ბარიატრია გავიკეთო, ამასობაში ქირურგი ეუბნება, რომ ცოტა ხანი დასტოპდი შენ შემოგევლე და გადაამისამართებს ამ კონსილიუმში. კი. ანუ ეს უნდა ხდებოდეს. და ეს ყველა კლინიკაში არ არის, ეხლა ამბობ და ეხლა გვინდა რომ დავნერგოთ თუ არის კლინიკები, სადაც ეს ჯგუფი არსებობს. მე მქონდა მსგავსი გამოცდილება ამერიკულ ჰოსპიტალში, სადაც არსებობდა ნამდვილად ასეთი ჯგუფი. ყველა კლინიკაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, სასურველია რომ იყოს და ალბათ ასეც არის იმ კლინიკებში, რომლებშიც ტარდება ბარიატრია. თუმცა სტანდარტში ეს ნამდვილად ეს მულტიდისციპლინური ჯგუფი რა შობა, ანუ შედიხარ ხალხის კონსილიუმში, ხდება თუ აი ესე კაბინეტ დადიხარ, რომ გამოკვლევა ჩაიტარო. და ამაზე მოყვებიან. თუმცა ყველა ექიმს აქვს კომუნიკაცია ერთმანეთთან, ყველა ხედავს ერთმანეთის ისტორიას, ნახულობენ სხვა ასე ვთქვათ, სხვა ექიმის მხრიდან ხომ არ აქვს პაციენტს რაიმე უკუჩვენება და ამის ერთბაშად საბოლოო ჯამში გადაწყვეტა და შეჯამება ხდება ხოლმე და საბოლოო კონსულტაცია უკვე ტარდება ქირურგთან, რომ თუ ნამდვილად ჩვენებები უფრო ძლიერია ვიდრე უკუჩვენებები და ხან-ხან პატარ-პატარა უკუჩვენებები შეიძლება იყოს, მაგრამ გამოსწორებადი. მაგ შემთხვევაში აირჩეს უკვე სწორი ტიპი ქირურგიის. მე როგორც მივხვდი, ესე იგი ჯერ სანამ ყველას არ მოივლის, მე ეს ყველა ერთად ჯდება და თითოეულ кейს ინდივიდუალურად განიხილავენ, ეკუთვნის თუ არა ამ ადამიანს ბარიატრია? კი, ყველა ექიმი თავის დასკვნაში წერს, აქვს რეკომენდაცია მისგან ბარიატრიის თუ არა. ოკეი. კი. მაგალითად, შესაძლებელია პაციენტს დასჭირდეს ძილის გამოკვლევა, ანუ არსებობს ეგეთი მდგომარეობა, ძილის ობსტრუქციული აპნეა, რომელიც ხშირად გვხვდება ხოლმე ბარიატრიულ კანდიდატებში, ასე ვთქვათ, მათი მაღალი BMI-დან გამომდინარე. მარტივად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში სუნთქვა წყდება ხოლმე მცირე ხნით, რაც არ ღვევს თვითონ ძილის ხანგრძლივობას, ანუ ნორმალურ მაჯებსაც აქ, მაგრამ მაგარი გამختارია. ნორმალურ მიმდინარეობას ძილისას არ ღვევს და დღის განმავლობაში იწვევს ძილიანობას, თუმცა აი ამ პატარა დისკომფორტის გარდა, რაც ძილიანობით გამოიხატება ხოლმე, ძალიან აზიანებს სხვადასხვა ორგანოს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ასპექტი, თუნდაც რომელიც ნევროლოგის და ძილის კვლევის სპეციალისტის მიერ უნდა იქნას გამოკვლეული და თუ საჭიროა ეგრეთ წოდებული სიპაპ თერაპია უნდა დაიწყოს ბარიატრიულ ოპერაციამდე და საჭიროებისამე ეს არის ჟანგბადით თერაპია ძილის დროს, იმისთვის რომ ღამით არ განუვითარდეს აი ამ ჟანგბადის დაქვეითების ეპიზოდები ადამიანს და ამის გამო ძილი არ შეწყვიტოს. ისე ბარიატრიის ჩვენებაში წეღან ახსენე რომ არამენეჯირებადი დიაბეტი რო არის. მან ხო არის ასევე ძილის აპნეაც, ჰიპერტენზიაც, ზღვიძლის გაცხიმოვნებაც, ანუ ესენიც ხო არის ცალსახად რაღაცა კიდე დამატებითი. პრინციპში როცა ჭარბი წონა, ჰიპერტენზია ყველა ვარიანტში თანახლავს და ღვიძლის გაცხიმოვნებაც ასევე შეიძლება თანახლავდეს, ხო? თითქმის თან არსებობს ხოლმე როგორც წესი მდგომარეობა. ყველა ვარიანტში არის ხოლმე, ხო? იმიტომ რომ ჭარბწონიანი არის ადამიანი.
კი, სამწუხაროდ, აი მეტაბოლურ სინდრომში ერთიანდება მაგალითად ლიპიდების დარღვევა, დიაბეტი, სიმსუქნე, არტერიული წნევის ციფრების მატება და ამას ემატება ხოლმე თუნდაც იგივე ძილის აპნოე და სხვა გართულებები, რომლებიც სამწუხაროდ თან არსებობს ნამდვილად ერთად და ცალ-ცალკე აღებულიც ჩვენება არის ოპერაციის, უბრალოდ ადრე თუ იყო დაყოფილი რომ მაგალითად 40 BMI-ის ზემოთ აღარ გვაინტერესებდა რა თანდემი მდგომარეობა ჰქონდა პაციენტს, მაგრამ 35-დან 40-მდე ამას ვაკვირდებოდით. ეხლა უკვე ჩამოიწია ამ ციფრმა ქვემოთ და 35 BMI და ზემოთ თავისთავად მოიაზრებს, რომ მსგავსი გართულებები უკვე არის ხოლმე პაციენტში. კი ბატონო, მოდი გადავიდეთ. მაშინ რა ძირითადად რა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები არის? მოდი დავყოთ ასე. არსებობს ეგრეთ წოდებული რესტრიქციული ოპერაციები, მალაბსორბციული და მათი კომბინაცია. ხა მარტივად რო დავყოთ რა რას ნიშნავს რომ მოკვდავენაზე რა არის? კი ბატონო. რესტრიქცია ხა რაღაც შებოჭკას აკრძალვას ნიშნავს და პირველი სად მიდის ხოლმე ჩვენი საკვები რომ გადავყლაპავთ, პირველი სადაც ყონდება ეს არის კუჭში. მართალია ხო? შესაბამისად რომ წარმოვიდგენთ თუ ვიმოქმედებთ როგორღაც კუჭზე, რესტრიქციას უზრუნველყოფთ. ანუ როგორღაც შევბოჭავთ ახალი საკვების მიღებას, ანუ მადას დავაქვეითებთ და ეს რომელი არის რესტრიქციული არის ბაიპასი? რესტრიქციული არის მაგალითად სლივ გასტრექტომია. კი, ამის მაგალითია კარგი. მალაბსორბციული უკვე ნიშნავს, რომ რაღაცნაირად უნდა დავაქვეითოთ აბსორბცია, ანუ შეწოვა. მალაბსორბცია მაგას ნიშნავს იდეურად და თუ ვიცით რომ ნაწლავებიდან და ძირითადად წვრილი ნაწლავიდან ხდება ხოლმე ნუტრიენტების შეწოვა ორგანიზმში მარტივად აღსაქმელი ხდება, რომ ამ შემთხვევაში უფრო ნაწლავზე მოქმედებთ. მაგრამ დღესდღეობით ესე ცალკე მალაბსორბციული ოპერაცია დიდად აღარ გამოიყენება, ისტორიული ოპერაცია ეს ეგრეთ წოდებული იუნალური ბაიპასი, რომელიც 1954 წელს პირველად ჩაატარეს და მას შემდეგ დიდად პრაქტიკაში აღარ არის. აი რაც შეეხება კომბინაციას, კომბინაცია არის უკვე არ დაგითანხმები, იმიტომ რომ მე მწერენ გამომწერები, რომლებთაც აქვთ ბაიპასი გაკეთებული. ეს იუნალური კიდე სხვა ტიპის არის. ეხლა ვახსენებ ზუსტად იმ ბაიპასს, რომელსაც წერენ ხოლმე ალბათ. რუენვაი ბაიპასი ქვია, ამას უკვე ჩვენ ძალიან არ დავიტვირთოთ იმითი ტექნიკური ტერმინოლოგიით. მოდი თვითონ და სხვა არ მივყვეთ. სლივი და ბაიპასი, აი რაც მოსახლეობისთვის ცნობილია ეს არის სლივი და ბაიპასი. მოდი სლივი ავხსნათ ჯერ რა არის და მერე ბაიპასზე ჩავშალოთ თუ საჭირო არის. კი ბატონო. სლივ გასტრექტომია ნიშნავს რომ კუჭის ერთი ნაწილი ვერტიკალურად რაც მოყვება ამ კუჭს გარედან, ეს ნაწილი მოიკვეთება და კუჭი რეალურად ზომაში მცირდება. რაც შეეხება რუენვაი ბაიპასს, ამ შემთხვევაში ეს არის მეორე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროცედურა. იცი რა მაინტერესებს? კუჭის ნაწილი რომ მოჭერით. რა მოხდა აქეთ დარჩენილ ნაწილში და ნაწლავისად მიდის? ნაწლავი არსად, მხოლოდ კუჭზე არის ჩარევა. სლივ გასტრექტომიაში მხოლოდ კუჭში ვერევით, ასე ვთქვათ, მას ვერტიკალურ ნაწილს ჩამოვაჭრით და დანარჩენ ნაწილს, აი ესეთი მილისებურ ნაწილს უკვე ვტოვებთ ორგანიზმში. აქ მინდა რომ უეჭველი მონტაჟში ჩავსვათ რა მოეჭრა და რა. და მე რომ ნახე შენ პრეზენტაცია გავგიჟდი. აი ამ ხელა კუჭის ამ ხელა ნაწილი რჩება და ამ ხელა იჭრება. და სად ბაიპასში ზუსტად. აი ბაიპასის შემთხვევაში კი იქვე რჩება. და მხოლოდ პაწაწუნა მონაკვეთი რჩება, უშუალოდ კუჭის აქტიური, რომელშიც ნაწილობრივ საკვები გაივლის და მერე გადაებმება ნაწლავის დანარჩენ მონაკვეთს. ანუ ბაიპასში ჩარევა ხდება კუჭზეც და ნაწლავზეც, რეალურად კუჭსაც აპატარავებ და ნაწლავის ერთ უბანს საერთოდ გამოთიშავ პროცესიდან და გადააბამ, ასე ვთქვათ, იმ კუჭის დაპატარებულ უბანს. ისე რომ პირდაპირ გადააგრძელებს გზას საკვები მასში. ანუ ორივე შემთხვევაში არაფერი არ იჭრება და გარეთ არ იყრება, ხო? პროსტა იქ სლივის შემთხვევაში, აი ეს ვერტიკალური ნაწილი რაც მოვჭერით, აღარ გჭირდება, შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ. აი კუჭის დიდი ნაწილი იქვე არ რჩება, არ რჩება, მაგრამ ბაიპასის შემთხვევაში. ამე რატომღაც პრეზენტაციიდან წარმოვიდგინე, რომ იქვე რჩებოდა რა. ბაიპასის შემთხვევაში არის, რომ იქვე რჩება კი. ბაიპასის შემთხვევაში იქვე რჩება, დანარჩენ შემთხვევაში ამოიღება. უბრალოდ სლივზე ამოიღება და სადღაცას მიდის. კი, გადაიყრება. ოკეი. ეხლა რა მაინტერესებს, მოდი მივყვეთ თითოეული თავისებურებებს. თითოეული ოპერაციის თავისებურებებს. მე როგორც მივხვდი, სლივი ნაკლებად რისკიანია. და ბაიპასი უფრო მეტად რისკის შემცველი არის. უფრო მეტი ჩარავაც არის კი. მაგრამ აი რა შემთხვევაში ინიშნება ის, რა შემთხვევაში ეს, რა გართულებები აქვს ერთს, რა გართულებები აქვს მეორეს და მოდი მივყვეთ. ამას რეალურად ქირურგი წყვეტს ხოლმე, თუნდაც იგივე წონიდან, ჩვენებებიდან, გართულებებიდან გამომდინარე, მაგალითად იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ
რეფლუქსი, ეგრეთ წოდებული, შესაძლებელია ერთის მაგივრად მეორე ოპერაცია არჩიო და ერთისთვის პირდაპირ უკურჩვენება იყოს. გართულებების კუთხით ვახსენებდი აუცილებლად შეწოვის დარღვევას. მაგალითად, მიკრო და მაკრონუტრიენტების შეწოვა, რახან იცვლება ორივე შემთხვევაში, უფრო მეტად ბაიფასის შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ დროს ნაწლავზეც მოქმედებთ. თავისთავად ამ კუთხით გართულებები არის ხოლმე რომ ვიტამინების დეფიციტები მეტად ვითარდება თუნდაც ბაიფასის შემთხვევაში, ვიდრე სლივის შემთხვევაში. სლივზე მხოლოდ კუჭზეა ჩარევა და ეს გარკვეულწილად შეწოვაზე მოქმედებს, მაგრამ იმხელა გავლენა არ აქვს, როგორც მაგალითად ბაიფასს. რა თქმა უნდა, მასშტაბურად ბაიფასი უფრო დიდი ოპერაცია, უფრო დიდ ანატომიურ ცვლილებას იწვევა ორგანიზმში და ეფექტურობაც აქედან გამომდინარე მეტი აქვს, მაგრამ გართულებაც შეიძლება ცოტათი მეტი ჰქონდეს. ამიტომ არის რომ სლივს უფრო ფართოდ იყენებენ ხოლმე, დაახლოებით 60%-ში სლივს იყენებენ და ბაიფასი შეიძლება დაახლოებით 20%-ში გამოიყენონ. იცი რა მაინტერესებს, ეს ბაიფასის შემთხვევაში ეს ნაწლავის რაღაც ნაწილის ამოღება ანუ ფაქტიურად განსაკუთრებით პირველ ნაწილში არ ხდება ეს ნუტრიენტების შეწოვა, ეს როგორც თქვი დავუშვათ შემდგომი გართულებები ხო არის დაკავშირებული. ასევე მე როგორც ვიცი, მან შიმშილი ძღომის ამბავიც არის მან, ხო? ზუსტად. მაგაზე რომ მოგვიყვება. ბევრი ამბავი იცვლება, ანუ ანატომიის მიღმა, ფიზიოლოგიაც იცვლება ხოლმე. ერთი საინტერესო ამბავი არის ის, რომ კუჭში წარმოიშვება ესეთი ჰორმონი გრელინი, რომელიც ჩვენ შიმშილზე არის პასუხისმგებელი და კუჭზე ზემოქმედების გზით მცირდება რა იმ უჯრედების ოდენობა, რომლებიც გრელინის მაპროდუცირებელი არიან, შედარებით მცირდება შიმშილის დონეც. გარდა ამისა, ჰორმონალურად ასევე იცვლება ლეპტინის ჩვენს გამაძღრობაზე პასუხისმგებელი ჰორმონის დონე, რომელიც პირიქით ზემოთ ადის და რაც რა თქმა უნდა სასურველია, ხო? ჩვეულებრივ დიეტას რა შევადაროთ, კალორიულ დეფიციტში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შიმშილის გრძნობა იზრდება. მაშინ როცა ბარიატრიის შემდეგ ეს პირიქით იკლებს ხოლმე და ფიზიოლოგია როგორღაც გვეხმარება ამ პროცესში. გარდა ამისა არის კიდევ იქ რამდენიმე პეპტიდი, ჰორმონი, GLP, PYY, რომელთა დონეც იმატებს და ისეც ეგეც ზუსტად მათის რეგულაციაში ეხმარება პაციენტს, რომ ნაკლებად მოშივდეს ხოლმე ოპერაციის შემდეგ. ნაწყალი ორგანიზმი ანუ ხმე როგორ მესახება, იცი რომ გადარჩეს ტიპმა ანუ აღარ გვაქვს რაღაც რაც საჭიროა, რაც იდეაში გვიბოძეს, რომ რაღაც მიზეზისთვის ეგ გვჭირდება ორგანიზმში, უცბად აღარ გვაქვს და აბა ეხა ძმებო მიდი უნდა გადავეწყოთ, იმიტომ რომ რაღაცები აღარ გვაქვს და შესაბამისად აღარ უნდა მოგშვიდეს, რომ და ანუ ეგ რაღაცა ადაპტაცია ხო ორგანიზმის საკომპენსაციო მექანიზმი. და სწორად ახსენეთ, რომ იქ საწყის უბანში, ნაწლავის საწყის უბანში ნაღლის მჟავას, პანკრეასიდან წამოსული ენზიმების შერევა ხდება ხოლმე იმისთვის, რომ მე ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში საკვები მოინელოს და რახან ის კონკრეტული უბანი გამოთიშულია პროცესს იმის გამო რომ ოპერაცია ჩატარდა. მთელი ეს მასა, ასე ვთქვათ, ამ ფერმენტების, ნაღლის და ყველაფრის მიდის ხოლმე აი ამ გადაბმულ ნაწილში უკვე ხო, ზუსტად, რომ როგორღაც მოახერხოს და მაინც მონაწილეობა მიიღოს საკვების მონელებაში. თუმცა რა თქმა უნდა, ეფექტურობა შედარებით ამ დროს დაბალია ხო. მაგრამ უყურე მანდ ნახე რა კითხვა მაქვს. მე ეს ნაწლავი უძლებს ამ ნივთიერებებს და ენზაიმ როგორ არის ფერმენტებს. იმიტომ რომ კუჭის კედელი, კუჭის კუნთოვანი სისტემა ხო, მაგისთვის არის მოწყობილი და ანუ თუნდაც ნაღველი არის საკმაოდ ესეთი შემცველობის, ხო, რომელიც არის შეიძლება კუჭისთვისაც დამაზიანებელი იყოს, შეიძლება როცა ზედმეტი რაოდენობით ჩაედინება, ხო? ან არამენეჯირებული რაოდენობით ჩაედინება, აი როცა მაგალითად ნაღლის ბუშის ოპერაცია გაკეთებული და ნაწლავში ხდება ხოლმე ნაღლის გადადინება. ესით და ნაწლავის კედლები უძლებს ამას ეს მაგაზე ოკეი არის, მაგაზე ჩვენება არ არის. კი. ნაღლის მჟავა ჩაედინება 12 გოჯა ნაწლავში, ანუ იქ არის ზუსტად ის უბანი, საიდანაც შედის ხოლმე ეს ნაღლის მჟავა, ნაღველი ასე ვთქვათ, ნაწლავში და იქ იწყებს უშუალოდ თავის მოქმედებას, ასე რომ მაგის მხრივ არ არის პრობლემა, უბრალოდ გამძლეა. უბრალოდ იდეა არის ის, რომ გამოთიშულია რაღაც უბანი ნაწლავის პროცესიდან და შეწოვის პრობლემებს ეს მაინც ქმნის, იმიტომ რომ ზედაპირის ფართობიც კი ხონდა შეეხოს ეს ნუტრიენტები კედლებს, უჯრედებს იმისთვის რომ ნორმალურად შეიწოვოს ისინი და რახან ზედაპირის ფართობი მცირდება, შეწოვაც რა თქმა უნდა იცვლება. თორემ გამძლეობის მხრივ არ არის პრობლემა. გამძლეობის მხრივ არ არის არანაირი პრობლემა. კი ბატონო, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა გავიდეს ეს პაციენტი ოპერაციაზე. ჩვენ როგორ მუშაობთ, უბრალოდ როგორ უნდა იყოს მუშაობა ოპერაციამდე პაციენტთან?
რომ მაქსიმალურად აქცენტი გაუკეთოთ, რომ ეს ადამიანი არ იყოს მხოლოდ ოპერაციაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ როგორც ვიცით, აი მე აუცილებლად მაგ თემასაც შევეხებით, როგორც ვიცით, ოპერაციის შემდგომ რაღაცა პერიოდის მერე შეიძლება ისევ იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს პაციენტი. ამიტომ მანამდე როგორ უნდა მოხდეს მუშაობა? პაციენტის განათლება არის ხოლმე ერთ-ერთი უმთავრესი, რომ ადამიანს გააზრებული ჰქონდეს რა ოპერაციაზე მიდის, რატომ, რა არის რისკი, რა არის სარგებელი და რა უნდა ჩადოს მან იმისთვის, რომ ეს სარგებელი ხანგრძლივად დარჩეს მის ცხოვრებაში. ანუ რა ძალისხმევა დასჭირდება მას, იმიტომ რომ დღესდღეობით ძალიან ხშირად ადამიანები ბარიატრიას აღიქვამენ როგორც რაღაც ერთ ისეთ პლასტიკური ოპერაცია. ზუსტად, კი, პატარა ცვლილებას, ოპერაციულ ჩარევას, რომელიც ყველაფერს შეცვლის მათი ძალისხმევის გარეშე. თუმცა პაციენტის ჩართულობა ამ ყველაფერს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თუ თავიდანვე არ გაიაზრა რაღაც პერიოდით ადრე მანამ სანამ როგორ ხდება ეგ გააზრება? აი როგორ აღწევთ მაგას? მუშაობით, საუბრით და ისევ მულტიდისციპლინური ჯგუფის ჩართვით. ფსიქიატრი საჭიროება იქნება თუ ფსიქოლოგის, ენდოკრინოლოგის, დიეტოლოგის, ნუტრიციოლოგის, ყველა მხრიდან ძალიან ბევრჯერ არის ერთი და იმავეს გამეორება აუცილებელი. როგორი იქნება საკუთრების ეტაპები? აი ბოდიში მანდ გაგაჩერებ. პაციენტი ოღონდ გაუკეთდეს და ყველაფერზე გიქნევს თავს. კი, ვიზა. აი როგორ ამენეჯირებთ რომ მართლა ქნას? ანუ არის დავუშვათ ისეთი რეკომენდაცია, რომ აი ეს ჯანსაღი კვება, თუნდაც დღეში რამოდენიმეჯერ კვება, ეს რაღაცა ოპერაციამდე დაიწყოს. არის რეკომენდაცია. ზუსტად, აი მან უნდა მივიდე. ოპერაციამდე ამ ყველაფრის დაწყება არის ერთ-ერთი წინაპირობა იმის, რომ თუ ოპერაციამდე ახერხებს ამას ადამიანი და აქვს мотиваცია ოპერაციის შემდეგაც შეძლებს რეალურად. და ამიტომაც არის მოწოდებული ჯერ ერთი რომ ოპერაციამდე წონის კლება უფრო სარგებლის მომტანია, ნაკლები გართულება რომ მივიღოთ თავად ოპერაციის დროს უკეთესი რომ იყოს. უკეთესი იყოს მაგალითად შეხორცების პროცესი დაიკლოს აი ცენტრალურად ორგანოების ირგვლივ განლაგებულმა ცხიმმა, ღვიძლში არსებულმა ცხიმმა იმისთვის რომ როდესაც მიუდგება აი ამ სამუშაო არეალს უშუალოდ ქირურგი უკეთესი ვიზუალი ჰქონდეს ელემენტარულად და ამან ხელი არ შეუშალოს. არა სხვანაირი სტერეოტიპი იყო გავრცელებული რომ ანუ მოვიმატო რომ ბარიატრია მეკუთვნოდეს. ერთად ხო? ანუ არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გამიგია კიდევაც და პირადად გქონია ესეთ ადამიანთა საუბარი, რომ არ მიკეთებენ და ამიტომ ერთი 10 კილო უნდა მოვიმატო. ძალიან ცუდი. ანუ პირიქით არის იდეაში. პირიქით, უნდა დაიკლონ აუცილებლად ოპერაციამდე და ეს დაეხმარებათ იმაშიც, რომ ზუსტად ის ჩვევები, რომლებიც ოპერაციის შემდგომაც უნდა შეინარჩუნონ, ნელ-ნელა გაუჯდეთ, იმიტომ რომ ასე ყოველგვარი შემზადების გარეშე ადამიანი ფაქტის წინაშე რომ დგება, მე ძალიან რთულია ხოლმე ამ ნებისმიერ პროცესში, რაც არ უნდა მოტივირებული იყო ძალისხმევის ჩატება. მაშინ მაქვს მე ერთი კითხვა, მაშინ რა არის ის დროის მონაკვეთი, დაუშვათ მოგაკითხათ კონსულტაციაზე პაციენტმა და იქიდან რამდენი ხანია მუშაობთ თქვენ? მინიმუმ თვე-თვენახევარი. სასურველია. თუმცა მე თვითონ მქონია შემთხვევები, რომ გამიგია ერთ კვირაში ან რამდენიმე დღეში მისვლიდან უკვე ოპერაცია დაუგეგმავთ და საერთოდ ვერ ხვდები ხოლმე ამ დროს რა უნდა მოასწრონ. რამდენი გამოკვლევა უნდა მოასწრონ, რისი შესწორება ან გამოსწორება უნდა მოასწრონ. ელემენტარულად ვიტამინების დეფიციტი თუ აქვს ადამიანს ოპერაციის წინ, როგორ უნდა მოესწროს მათი გამოსწორება ოპერაციამდე. თვე-თვენახევარიც კი საკმარისი არის, რომ თქვენ მიხვდეთ რომ ეს ადამიანი აი ხო არის ხანდახან რომ ადამიანი არის ინფანტილური. ანუ შეიძლება ცოტა ცუდი სიტყვა არის, მაგრამ ნუ აი რაღაცნაირად ხო არის რომ რაღაცა ვერ ერთი რომ ელაპარაკები და რაღაცა, მაგრამ არ არის მზად ადამიანი მიიღოს და გაიაზროს ეს ყველაფერი, რასაც ესაუბრებით რა, ის საგანმანათლებლო კუთხით. ყველაფერს თავს აკრებს, მაგრამ გეუბნება რა ვერ ვაკეთებ. მესმის. ასეთ დროს ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, ყველა რეკომენდაცია ამას გვეუბნება, ფსიქიატრის, ფსიქოლოგის ჩართულობა არის აუცილებელი, მათგან მდგომარეობის შეფასება და თუნდაც იმის გაზიარება გვეყოფა კი ეს ერთი თვე. თუ ჯერ რაღაცებია დასამენეჯირებელი და საერთოდაც გასაშვებია ეს პაციენტი ბარიატრიაზე თუ არა, იმიტომ რომ კვებით მაშილობებმა შეიძლება ისეთი გართულებები გამოიწვიოს ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდშიც კი, რომ საერთოდ ზედმეტია საუბარი სამომავლოდ რამდენ კილოგრამს დაიკლებს ან მოიმატებს, შესაძლებელია გართულებებიც კი გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, თუ განსაკუთრებით მიდრეკილია ჭარბი კვებისკენ და ძალიან უჭირს ემოციურად ამის კონტროლი. იმიტომ რომ ადრეულ ეტაპზე საერთოდ სხვა ტიპის კვება ეკუთვნის ადამიანს, შემდგომში საერთოდ სხვა. და
ამის მიმღებლობა მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ამიტომ აი ამ დროის ხანგრძლივობაზე ვიტყოდი, რომ ფსიქიატრის, ფსიქოლოგის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა დრო გჭირდება კონკრეტული პაციენტის მოსამზადებლად. ძალიან საინტერესო არის. კიდევ ვიცი რა მაინტერესებს. ესე იგი, ამ როგორც ახსენე, კვებითი აშლილობის დროს და თუ ეს დადგინდა, რომ პაციენტს აქვს კვებითი აშლილობა, ოპერაციაზე საუბარი სტოპდება. შეიძლება ბოლომდე არ დასტოპდეს როგორც ასეთი და რაღაც ეტაპამდე მივიდეს და მენეჯირდეს, შემდეგ ჩატარდეს ოპერაცია, თუ არის მაგალითად მორბიდული სიმსუქნე 40-ზე მეტია BMI და ძალიან რთული გართულების წინაშე ვართ. აშლილობა აქვს ამ ადამიანს კვებით. ძალიან ხშირად ანუ აქვთ. ბოდიში, შეიძლება ეს დიაგნოზირებული არა, იმიტომ რომ დავუშვათ სოციალურ იმაზე არ მოქმედებს და ცხოვრების ხარისხზე არ მოქმედებს, დავუშვათ სოციალურად აქტიურია ეს ადამიანი, მაგრამ ემოციური კვება ხო უეჭველი ექნება. კი, ემოციური კვება როგორც მინიმუმ აქვთ ხოლმე ნამდვილად. და ამის მენეჯმენტი შესაძლებელი არის ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ვერ ვიტყოდი რომ ბოლომდე სტოპდება ამ დროს ყველაფერი, თუმცა შეიძლება გადავაწყდეს. და აუცილებლად დასჭირდება პოსტოპერაციული, ასე ვთქვათ, გაგრძელება, follow-up-იც, რომ მენეჯმენტი გაგრძელდეს. მოდი ახლა განვიხილოთ, წავიდეთ ახლა უკვე თითოეულის გართულ რისკებზე, რისკები რა არის. პირველ რიგში ყველგან აუცილებლად სახსენებელი არის თავად ოპერაციის გართულებები. იქნება ეს სისხლდენა, იქნება ეს ინფექცია. ეს მე მგონი ყველა ოპერაციას თანმხლები მომენტი არის და მოდი ეს მგონია რომ არ განვიხილოთ, იმიტომ რომ რაღაც მგონია რომ უსამართლობა არის ხოლმე მე თითო აი ამ სპეციალობის ექიმებთან, რა, იმიტომ რომ ეს როცა ოპერაციაზე მიდიხარ, მე მგონია რომ იქ ხო რაღაცებს ყველა ოპერაციას მოყვება რაღაც გართულება. უბრალოდ ბანალურად ესე იწყება ხო. შემდეგ კიდევ რაც უნდა ვახსენო აუცილებლად არის ის რომ თუ არასათანადოდ ჩატარდა კვლევები ოპერაციის წინ, შესაძლებელია რაღაც ისეთი გამოგვეპაროს, რაც ოპერაციის შემდეგ ძალიან დიდ თავის ტკივილს შექმნის. მაგალითად, ნაღლის ბუშტის კენჭები, რომელთა მოშორებაც შესაძლებელი იქნება და აი ამ ოპერაციის პარალელურად და თუ მათ ასე ვთქვათ ადგილზე დავტოვებთ და ელემენტარულად გამოგრჩება, აი ძალიან დიდ თავის ტკივილს მივიღებთ უკვე ოპერაციის შემდეგ. მე მგონი ეგ აი რაც კი რამე ბარიატრიული გამიგია, ყველა ვარიანტში ბარიატრიასთან ერთად კეთდება ნაღლის ბუშტი, როგორც წესი, სულ ეგრეა. ეს ელემენტარული რაღაც არის, რაც ხა უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე, მსგავსი რამ შეიძლება შეეხებოდეს ნებისმიერ სხვა რამეს, იგივე ძილის აპნოეს გამოუკვლევობა, ანუ თუ არ გამოვიკვლევთ მას სათანადოდ არ დავიწყებთ მენეჯმენტს დროულად, ესეც აუცილებლად გართულებამდე მიგვიყვანს და კიდევ ერთი, რაც მინდა ვახსენო, ეს არის ვიტამინების დეფიციტი. ამ პოპულაციაში, როგორც წესი, საკმაოდ მაღალია ხოლმე მალნუტრიციის რისკი და მალნუტრიცია თავის თავში არ მოიაზრებს მხოლოდ ნაკლებ საკვების მიღებას, მოიაზრებს ორ, ასე ვთქვათ, პრობლემას. ერთი არის დაბალი წონა, ნაკლები კვება და შესაბამისად მალნუტრიცია, მეორე არის მაღალი წონა, მაღალკალორიული საკვების, მაგრამ დაბალი ნუტრიენტული ღირებულების, კი ბატონო, საკვების მიღება, შესაბამისად ვიტამინების, მინერალების დეფიციტის რისკი მაღალია. განსაკუთრებით ხშირია ხოლმე B12-ის, ფოლიუმის ჟავას, D ვიტამინის, რკინის დეფიციტი და ერთი ახლა ეგ რომელში სლივში თუ ორივეში? გულისხმობ ორივემდე, ჩვენ ეხლა განვიხილავთ უშუალოდ მაღალი წონის მქონე ადამიანს, რომელიც არასათანადოდ იკვებება. შეწავაც ასე თუ ისე დარღვეული აქვს, იმიტომ რომ შესაძლებელია ფლორა ჰქონდეს ელემენტარულად დარღვეული ნაწლავში და ოპერაციამდეც ჰქონდეს უკვე ეს პრობლემები. პლუს ამას ემატება არაჯანსაღი კვება და ყველაფერი ამას მივყავართ დეფიციტების რისკებამდე. და სამწუხაროდ ყოფილა ეგეთ შემთხვევები, როდესაც დეფიციტი, თუნდაც მსუბუქი დეფიციტი დროზე არ შესწორებულა და უკვე ოპერაციის, როგორც სლივის, ასევე ბაიფასის შემდეგ ძალიან სწრაფად და მალე გაღრმავებულა და ეს როგორც ასე ხდება ხოლმე. მსუბუქი დეფიციტიც კი მალევე ღრმავდება და მწყავდება და ძალიან ცუდ შედეგებამდე მისულა. მაგალითად, განვითარებულა საკმაოდ ცუდი სახის ნეიროპათიები. ნეიროპათია რას ნიშნავს? როდესაც გრძნობელობა ნერვის მიერ ან მოტორიკა, მოძრაობის უნარი დარღვეულია და ადამიანებს შექმნიათ გადაადგილების პრობლემა. ეს იმიტომ რომ ზედმეტად დაბალი კალორიაჟი მიდის თუ რატომ ბოდიში ვერ დაგიწია მანდ? იმიტომ რომ ვერ შესწორდა, ასე ვთქვათ, დანორმალის და გარკვეული მინერალის ან ვიტამინის დონე სისხლში, მაგალითად ბეჯგუფის ვიტამინების დეფიციტი ჰქონდა. არ მიიღო დანამატები? მაგიტომ? ერთი რომ არ ჩაანაცვლეს ოპერაციამდე დროულად, მერე ოპერაციის შემდეგაც დროულად არ დაიწყო ვიტამინების მიღება, მაგრამ რომც დაიწყო. ანუ ოპერაციის მერე უეჭველი საჭირო არის ყველა დანამატების მიღება. ნამდვილად. რომც დაიწყო შეჭრა. რა ტიპის დანამატებზე არის საუბარი? ერთი არის ყოველთვის ბარიატრიული მულტივიტამინი და მეორე ცალკე კალციუმის ციტრატი.
კალციუმს ცალკე იმიტომ გამოვყოფთ, რომ ელემენტარულად მულტივიტამინში კალციუმი და რკინა ერთთან არსებობს, არ უყვართ დიდად ერთმანეთის შეწოვაში უშლიან, ასე ვთქვათ, ერთმანეთის ხელს, ამიტომ ცალკე ხდება ხოლმე ამის გამოყოფა და ყოველთვის ვურჩევთ, რომ დისტანცია დაიცვან მინიმუმ 4 საათიანი მაინც მულტივიტამინის მიღებასა და კალციუმის მიღებას შორის. კი ბატონო. და ანუ წეგან ახსენე ბარიატრიული მულტივიტამინი ეს სხვა ტიპის არის. კი. ბევრად მაღალი დოზები სჭირდებათ ხოლმე პაციენტებს, იქედან გამომდინარე სლივი ჩაუტარდათ თუ ბაიფასი, ბაიფასზე შეიძლება გარკვეული მინერალისანი ვიტამინის უფრო მაღალი მოთხოვნილება იყოს გამომდინარე უფრო დიდი ჩარევიდან, ვიდრე სლივის შემთხვევაში, თუმცა ორივე შემთხვევაში საჭიროება ნამდვილად გაზ და ორივე შემთხვევაში ჩვეულებრივი ყოველდღიური მულტივიტამინისგან განსხვავებით, რომელსაც შეიძლება ჩვენ უბრალოდ ვიღებდეთ ყოველდღიურად, დოზები და შემცველობა არის ანუ უეჭველი უნდა იყოს ბარიატრიული მულტივიტამინები, კალციუმი და კიდევ რა ახსენე? კალციუმის ციტრატი. კალციუმის ციტრატი. ციტრატი რატო? იმიტომ რომ ბევრად კარგად შეიწოვება, როცა კუჭზე ხდება ხო, იმიტომ რომ კალციუმის სხვა სახეც ხო არსებობს. კი, კარბონატი არის ხოლმე უფრო გავრცელებული ვარიანტი, რომელსაც ხშირად ნიშნავთ ხოლმე. მაგრამ როცა კუჭზე ჩარევა ხდება, მისი მჟავიანობა იცვლება, შეწოვაც იცვლება და ასე შემდეგ, კალციუმის ციტრატი არის უფრო მარტივად მონელებადი ვერსიაც და უფრო ეფექტურიც შეწოვის კუთხით. და კიდევ B ჯგუფის ვიტამინები. B ჯგუფის ვიტამინები შედის ხოლმე მულტივიტამინში. ოკეი, ანუ ესე ცალკე გამოყოფა არ ჭირდება. ცალკე არა. ეხლა რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს ეს ვიტამინები? შესაძლებელია დასჭირდათ მთელი ცხოვრებაც კი, თუმცა გააჩნია როგორი კვებებიან, რამდენად დაბალანსებული კვება იქნება თუ ოპერაციის შემდეგ და მთავარია რომ ოპერაციის შემდეგვე ეგრევე დაიწყონ ვიტამინების ანუ მეორე დღიდანვე იწყება მიღება. აუცილებლად, ოღონდ საღეჭი ვერსია. საღეჭი ვერსია რას ნიშნავს? ანუ საღეჭი ვერსია, რომ არ გაუჭირდეთ, ასე ვთქვათ, კვება. მესმის. და შესაძლებელია მთელი ცხოვრება დაჭირდეს, როგორ უნდა გავარკვიოთ ეგ ზუსტად? აუცილებელია ხოლმე ოპერაციის შემდეგ რეგულარული ვიზიტი ენდოკრინოლოგთან, სხვა სპეციალობის ექიმებთანაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგი ხოლმე. თავიდან ოპერაციიდან 1 თვეში, შემდეგ შესაძლებელია დაიბაროს 3 თვეში, შემდეგ 6 თვეში, უკვე შემდეგ 1 წელიწადში. გააჩნია ვის რა მდგომარეობა და საჭიროება აქვს, ეს შუალედები შეიძლება გაიზარდოს, ავიდეს 1 წლამდე. მაგრამ ყველა ვარიანტში ამ 1 წლის განმავლობაში გადამოწმებები უეჭველი უნდა მოხდეს. მოხდეს. კონტროლი მაინც მინიმუმ პირველ წელს აუცილებლად დასჭირდება. და სწორედ აი ამ ვიზიტებზე უკვე გარკვეული ცალკეული ასე ვთქვათ, მინერალების და ვიტამინების დონის შემოწმების პარალელურად გადაწყდება, უნდა გაგრძელდეს იგივე ეს ბარიატრიული კომპლექსი თუ რაღაცები შეიცვალოს და მაგალითად კონკრეტული დეფიციტის შემთხვევაში ან დაიმატოს სხვა დამატებითი ვიტამინი, ან პირიქით გამოაკლდეს. ეხლა მაგან მიმიყვანა მე როგორი მამდეცი, რომ თუ მეუბნები რომ თუ გამოსწორდა კვება და ეს ადამიანი ნუტრიციულად დაბალანსებულ საკვებს იღებს, მაშინ ჩვეულებრივად შეიძლება ვიტამინებიც მოიხსნას. აი დაახლოებით რა დროშია ხოლმე კვების აღდგენა მომხდარი. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, აი ეგ time frame-ებით რო გავწრო, ჩვენ ცოტა თემას კი გავეკეცით გართულებებს, მაგრამ მაგაზე მიგაბრუნებ ყოველ ვარიანტში. მაგრამ აი მაინტერესებს უცებ და მაინტერესა ჩამიხდა ფიქრი, აი რამხელა როგორ იცვლება კვებები პოსტოპერაციიდან, რა? აი რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევცვალოთ კვებები. სხვადასხვა გაიდლაინი, სხვადასხვა რეკომენდაცია ხოლმე შეგვიძლია პოსტოპერაციული კვება დავყოთ 4 ან 5 ეტაპად და თავისთავად ხანგრძლივობებით თითოეული ეტაპისა შეიძლება ინდივიდუალური იყოს. მაგრამ როდესაც ერთი კონკრეტული გუნდი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტს რომ მიიღოს რაღაც ერთ სქემას, ძირითადად ჩვენ რაც გავუკეთებია და ვაკეთებდით ხოლმე, იყო შემდეგი რომ 5 ეტაპად ყვავდით კვებას. პირველი ეტაპი ყველაზე ხანმოკლეა და უშუალოდ სტაციონარში ყოფნის განმავლობაში მოიცავს მთიერ საკვებს და გადასხმებს, რომელიც პაციენტს ეძლევა და მას არ სჭირდება ამაზე ზრუნვა. შემდეგ დაახლოებით 2 კვირა გრძელდება ხოლმე თხევადი კვება, ეგრეთ წოდებული full liquid დიეტა. ამის შემდეგ დაბლენდერებულს გულისხმობ? პირველ ეტაპზე ყოველთვის არის მხოლოდ თხიერი სახის. დაბლენდერებული კვება უკვე იქნება მეორე ეტაპზე რბილ კვებაში. ეხლა რა არის აქ? თხიერ სახეში რა შედის? შედის წვენები, შედის რძე, შედის მაწვენი, შედარებით. წვენებით როგორ უნდა გაწყოს ადამიანები? 100 კილო რო იყოს. ეხლა გეტყვით.
თავიდან იმდანად მცირეა კალორიაში დაახლოებით შეიძლება 600 კალორიის ფარგლებშიც კი იტრიალოს რომ წვენები პლუს მაგალითად პროტეინის ფხვნილი ანუ ეგრეთ წოდებული პროტეინის შეიკების დამზადება ამ ყველაფრიდან რძის თხევადი პროდუქტები ხო რძე მაწონი შეიძლება რაღაც ეტაპზე ბერძნული იოგურტით ცოტა უფრო სქელია და უფრო ბოლო დღეებისკენ წავიდო და ალბათ სადაც უკვე უნდა გადავიდე რბილკვებაზე მაგრამ ესეც შეიძლება რომ გავურიოთ და წყალი ან წყალში გახსნილი პროტეინის ფხვნილი იმისთვის რომ ადრეულ ეტაპზე განსაკუთრებით მაშინ როცა აღდგენითი პროცესები მიდის ცილა არ დააკლდეს ორგანიზმს იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მიიღებს იმ პლუს ნაკრები არ გააღიზიანოს ამ დიდი კვებით. ხა გავყვები მაშინ ეტაპებს. პირველი მოკლედ ეს არის ეგრეთ წოდებული თხევადი კვება, შემდეგ გადავდივართ რბილკვებაზე, შემდეგი დაახლოებით თვენახევარი და ამ დროის გასვლის შემდეგ ნელ-ნელა შემოდის მყარი კვება. თვენახევარი იღებს დაბლენდერებულ კვებას? თვენახევარი. დაახლოებით. 6 კვირა გამოდის ხო? შემდგომი დაახლოებით თვენახევარი. დაბლენდერებული, აი შეიძლება სუპი დააბლენდეროს. კი, შეიძლება იყოს თუნდაც ხორცის ფარში, შეიძლება იყოს ომლეტი, იყოს მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დააბლენდეროს. კი, აუცილებლად და ეტაპობრივად შემოდის ხოლმე აქაც ხილი და ბოსტნეული, ოღონდ ასე ვთქვათ, ფაფების სახით შეიძლება. მოთუშული თუ უმი? რაც შეიძლება რბილი, მოთუშული. კი, აუცილებლად. ანუ უმით ცალსახად არ შეიძლება. უმი უკვე მყარი კვების სტადიაზე შეიძლება და ეს მულტივიტამინები და ეს ვიტამინები რაც ახსენ მეორე დღიდანვე იღებს. გასაგები. აი შემდეგ უკვე ამ თვენა ესე იგი 2 კვირა ის სტაციონარში რამდენი ხანია? 3-4 დღე შეიძლება. ხო, ნუ კაი, 2 კვირა ის, მერე 6 კვირა ეს ჩვენი უკვე 8 კვირა. და 8 კვირის მერე გადავდივართ უკვე ნელ-ნელა მყარსაკვებს. დაახლოებით ამ პერიოდში გადავდივართ მყარსაკვებზე, მაგრამ აქაც ყველაფერი ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს 8 კვირა, ვიღაცისთვის 9 კვირა და სრულიად ნორმალური და მისაღებია ორივე ხო, ნუ ეს წელს. და შესაძლებელია რაღაც პატარა მიქსის გაკეთებაც, მაგალითად, ნაწილი რბილი საკვების სახით რომ დარჩეს რაციონში, ნაწილი უკვე შემოვიდეს მყარი კვების სახით. აქაც აუცილებელია რომ თითოეული ტიპის საკვები ნელ-ნელა თანდათან გასინჯოს პაციენტმა რამდენიმე ლუკმა მაგალითად მიიღოს და ნახოს როგორ მოქმედებს ეს მასზე და უკვე ამის შემდეგ დაიწყოს დამიქსვა, ასე ვთქვათ, თუნდაც იგივე ბოსტნეულის შემთხვევაში. ეგრევე არ ვეუბნებით რომ სალათა მიიღოს, სჯობს რომ ცალკეული ტიპის ბოსტნეული გასინჯოს ჯერ და ამის შემდეგ თუ ტოლერანტულია უკვე გადავიდეს. და რატო შეიძლება იყოს არატოლერანტული მანამდე თუ იყო? შესაძლებელია განვითარდეს ღებინება, შეიძლება განვითარდეს სისავსის შეგრძნება, დისკომფორტი, რაღაც კონკრეტული ტიპის ბოსტნეული შეიძლება ვერ მოინელოს ისე კარგად მისმა ორგანიზმმა, ფლორა ცექნება ამ დროისთვის შეცვლილი ხომ? ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია. ოპერაციის გარეშეც ხო აქვთ ადამიანებს გარკვეული ბოსტნეულის ხილი ზოგჯერ აუტანლობა სუსტად და აქედან გამომდინარე იმისთვის რომ არ როგორ გითხრათ თავი რომ დავიზოგოთ და ასე ვთქვათ ეს ჯობს რომ ნელ-ნელა მივაჩვევთ ორგანიზმი თავიდან როგორც ბავშვს მივაჩვევდით ზუსტად ახლიდან ვიწყებთ ყველაფერს. კი ზუსტად რაღაც და აი ამისი ნებისყოფა აქვთ ხოლმე როგორც წესი მოყვებიან და მაინტერესებს კიდევ კალორიების გაზრდას თქვენ არ ურჩევთ რომ მე ეხა ხო ამხელა ბლოგი მაქვს ხო და რომ წერენ ბარიატრიის პაციენტები ხო როდის შეიძლება ვარჯიში დაწყებდა რაღაცა ზოგი არის 2 წლის მერე ზოგი არის წელიწადნახევრის მერე და კიდევ 3 ლუკმა სჭამენ თითო კვებაზე და ეს ოკეი ნორმალურია? არ არის ნორმალური. არა. და რატო აქვს ისავს შეგრძნება? ანუ ბევრის მოჭრა მოუვიდა თუ რა მოხდა? უჩი ცოტა ბევრი ხორჯა მოეჭრათ. რა მოხდა? არ ვიცი, იმედია არა. მან ძალიან ინდივიდუალური ამბავია და ალბათ რაღაც ეტაპზე შესაძლებელია საჭირო იყო ექიმების მეტი ჩართულობა, თუნდაც რატომ ვეღარ უნდა იღებდეს საკვებს ნორმალური შედარებით ნორმალური პორციით. იდეაში კვება როდის უნდა აღდგეს, აი რამდენ ხანში უნდა აღდგეს? ფაქტობრივად თხევადი საკვებით საკვებია და მეორე დღეს უკვე ჩვეულებრივად იღებს ხო ამას ადამიანი და სადღაც მესამე თვიდან მყარსაკვებზე ჩვეულებრივზე გადადის ასე. მაგრამ აი მაგრამ დაახლოებით რა კალორიაზეა საუბარი? დაახლოებით შეიძლება იყოს 1000 კალორიამდე. 1000 კალორია იდეაში ჯანსაღი საკვებით ნორმალური პორცია. ოკეი, ნორმალური არ არის, არ მინდა რომ ესე ცუდი მესიჯი წავიდეს ჩემგან, იმიტომ რომ ნუ აი 1000 კალორიას რო გოგონები ჭამენ ხოლმე, მაგრამ ნუ ჭამენ ფაქტია, მაგრამ ბარიატრია განაკეთები გოგონა ხო? მაგასაც ვერ ჭამს. ძალიან ხშირად. და ეს იმიტომ რომ არ მოხდა თავიდანვე ნელ-ნელა ზრდა კალორაჟის? თავიდანვე ნელ-ნელა ზრდა, ტექსტურის ნელ-ნელა ცვლილება, შეჩვევა, შეგუება
აი ისევ ბავშვებზე წავალ, ბავშვებს რომ არ ვასინჯებთ ხოლმე ხილს, მე რაღაც პერიოდის მერე ძალით შეყვარება რომ უმწავთ ხოლმე ამ საკვების, ამ კონკრეტული ტიპის საკვების, სწორედ ასე არის თუ ამ ახალ გადაწყობილ ნაწლავებს კუჭს, ახალ სისტემას სრულიად თავიდან არ მივაჩვევთ ყველაფერს ეტაპობრივად, რაღაც ეტაპზე ეს უკვე პრობლემას მოიტანს და ზუსტად ეს არის მაგალითი. კი ბატონო, მოდი დავბრუნდეთ გართულებებზე რა. ესე იგი გართულება ეს რომ უცბად შევაჯამოთ, რა თქმა უნდა, ცალსახად არის მალნუტრიცია და შესაბამისად ვიტამინების ნაკლებობა, ვიტამინი მინერალების ნაკლებობა, რომელსაც მივყავართ ანემიამდე, ხო? კი. და ნუ ეს არის მუდმივად საკონტროლებელი და ანემია, რასაც იწვევს და როგორც მოქმედებს ჩვენს საერთო ფონის ჯანმრთელობაზე, ეს მე მგონი ამას ახსნა აღარ გჭირდება. კიდევ რა გართულებებს შეიძლება წავაწყდოთ ბარიატრის მერე? ნეიროპათიებს მოდი მიუბრუნდები, იმიტომ რომ სწორედ ეს მოდი კარგად ახსნათ რას კი, ნიშნავს. ნეიროპათია არის, ასე ვთქვათ, ნერვს რა ფუნქცია გააჩნია, ხო? სენსორიკა და მოტორიკა, გრძნობელობა და მოძრაობის უნარი. ორივე მათგანი შეიძლება დაირღვეს განსაკუთრებით აი ბეჭდების ვიტამინების დეფიციტის შემთხვევაში. და ის ზუსტად იანვარში იყო ესეთი ბარიატრიული სამიტი, რომელსაც მეც მქონდა მოხსენება და არაჩვეულებურმა ნევროლოგმა მადონა სეხნიაშვილმა წარადგინა ბარიატრიული პაციენტების ოპერაციების შემდეგ ბარიატრიულ პაციენტებში ეს ნევროლოგიური გართულებები. იყო როგორც გრძნობელობის დარღვევა და მე თვითონაც მყოლია პაციენტი, რომელსაც სმენა ჰქონდა დაქვეითებული. კი, ახალგაზრდა გოგონა სხვათა შორის ეს არის რაღაც 40 პლუსი, საკმაოდ ახალგაზრდა თუ არ ვცდები დაახლოებით 20-25 წლის. და ვერანაირად ვერ დავაკავშირებ, ხო? აი საცმენა და სადავშოთ ბარიატრია, მაგრამ აი ჭანჭიკებით არის ეს სხეული ერთმანეთთან დაკავშირებული რა. ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მთლიანად მოშლილი ჰქონდა, ასე ვთქვათ, მოტორიკა, წელს ქვემოთ აღდგამისი მოტორიკა და ასე ვთქვათ, სიარული და ნორმალური მოძრაობის უნარი დაუბრუნდა მას მკურნალობის შემდეგ, მაგრამ წარმოიდგინეთ რამხელა ტრავმა არის ეს ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც საერთოდ სხვა მოლოდინით იწყებს ამ ყველაფერს და საერთოდ სხვა შედეგს იღებს. ეს როდის შეიძლება განვითარდეს? შეიძლება რომ მან ოპერაციის გართულებად ჩაითვალოს თუ ყველა ვარიანტში ეს არის ცალსახად ვიტამინების დეფიციტები. ძირითადად ეს არის მალნუტრიცია, დეფიციტები და არასწორად ნამართი პაციენტი ზოგჯერ ოპერაციამდე ან მისი დაუდევრობა რომ არ მიიღო ის რეკომენდაციები რაც მას მისცეს. და ძირითადად ეს გართულებები ემართებოდა ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებიც არ იღებდნენ მულტივიტამინს, არ იღებდნენ კალციუმის პრეპარატს. გარდა ამისა არსებობს ესეთი ვერნიკეს ენცეფალოპათია, კიდევ უფრო რთული მდგომარეობა, როდესაც გონების დაბინდვასაც იწვევს, მხედველობის დარღვევასაც, აზროვნების ცვლილებასაც, მოკლედ ძალიან რომ არ შევყვე ამ ყველაფერს. საკმაოდ ცუდი გართულებები შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, მაშინ როცა ელემენტარულად მულტივიტამინის მიღებით რაღაც რეკომენდაციების გაყოლით, ძალიან კარგი შედეგები შეიძლება მიიღონ. ანუ ისე მივდივართ ძალისხმევამდე. ადამიანს ყველა ვარიანტში უწევს ძალისხმევა. ოპერაციის მერეც. მერე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოპერაციამდე გვეხმარება თუ დავიწყეთ. რატო ახსენე იცი ეს ნუ კი ძალისხმევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოპერაციას იკეთებს. ძალისხმევა აღარ მოუწევს, იმიტომ რომ ბარიატრიამ თავის საქმეს იზავს, რომ კუჭი ბევრის ჭამის უფლებას არ მისცემს. უბრალოდ დაპატარავებული კუჭნაწლავის სისტემა ბევრის ჭამის უფლებას არ მისცემს. და აი ეს ძალისხმევა რომ მერე უარესად აქვთ გამოსამუშავებელი, უარესად კი არა, ბოდიში, უფრო მეტად და გაათმაგებულად შეიძლება ითქვას აქვთ გამოსამუშავებელი, აი ეს არ არის კარგად დაკომუნიცირები და აი ამას ძალიან კარგია რომ ჩვენ ხას უსმევთ ამას რა. კი ბატონო, შემდეგ კიდე რა ნეიროპათიები, კიდევ ანემია ახსენეთ ხო? ყოფილა შემთხვევა, ჩემს კოლეგა კარდიოლოგს ასე ვთქვათ, მოუყოლია ჩემთვის, როგორ განვითარდა ძალიან მძიმე ანემია პაციენტს ბარიატრიის შემდეგ და ამან გამოიწვია გულის დაზიანებაც მეორე მხრივ. და სწორედ ამიტომ მოხდა უკვე კარდიოლოგთან წარმოიდგინე. ეს ეხლა მოდი ვთქვათ, ჩვენ სტატისტიკას მივყვებით თუ ესე გაგონილ ამბებს. სტატისტიკურად იშვიათია, ბევრად იშვიათია ასეთი მძიმე გამოვლინებები. მოდი მაშინ არ წავიდეთ ეგეთ სიმძიმეებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაყურებელი გვეყოლება, ვისაც აქვთ უკვე გაკეთებული ბარიატრა და მე ჩვენ იმასაც მივადგებით აუცილებლად, როგორ უნდა ვმართოთ ეს პოსტოპერაციული პერიოდი, ხო? სტატისტიკას მივყვეთ ძირითადად, სტატისტიკურად ნეიროპათიები არის. ნეიროპათიები ანემიაც ხშირად განვითარებადია, თმისცვენა, კანის სიმშრალე, იგივე
მხედველობის დარღვევაც ხანდახან ანუ ეს ნეიროპათიაში გამოვიყვანოთ. კუნთოვან მასას რაც შეეხება კუნთოვანი მასა არის ერთი ცალკე კიდევ დიდი პრობლემა, კუნთოვანი მასის კარგვა, რომელიც არა მხოლოდ ბარიატრიასთან, ზოგადად სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტებთანაც არის ხოლმე ასოცირებული და ყოველთვის ასოცირებული არის სწრაფკლებასთან. ოზემპიკის გულისხმობ ალბათ. თუნდაც კი ბატონო, როდესაც საკმარისი რაოდენობით არ არის ცილა რაციონში ჩართული და ამაზე არ არის ხაზგასმა გაკეთებული და პაციენტის ძალისხმევაც ამას სამწუხაროდ ბოლომდე ვერ მიყვება. ამ დროს არის ხოლმე დიდი რისკი იმის, რომ კუნთოვანი მასა, ასე ვთქვათ, შემცირდეს და ამის ფონზე დაქვეითდეს მეტაბოლიზმის დონეც. მეტაბოლიზმის დაქვეითებას კი ვიცით, რაც მოსდევს, შემდგომ მოსდევს წონაში ისევ ხელახლა მატების რისკები. აქედან გამომდინარე, ცილის ჩართვა ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გაითვალოს სწორად. ბოდიში აქ ცოტა მეც ჩავერთები. ანუ მეტაბოლიზმი და კუნთოვანი მასა ეს იმიტომ არის ერთმანეთთან დაკავშირებული მეგობრებო, რომ სხეულს, როდესაც აქვს კარგი დოზით კუნთოვანი მასა, კუნთი არის აქტიური ქსოვილი და აქტიურ ქსოვილს სჭირდება შენახვა. ანუ შესაბამისად ენერგია ჭირდება მას და კუნთოვანი მასა ითვლება მეტაბოლურად აქტიურ ქსოვილად, რომელიც ფაქტიურად მეტაბოლიზმს კარგად ქოქავს, დამატებითად ამუშავებს, იმიტომ რომ ეს კუნთი შესანახი აქვს ორგანიზმს. ამიტომ სულ იმაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომ კუნთოვანი მასა არ დავკარგოთ და ანუ ფაქტიურად ეს ჩვენი დიეტა იქნება თუ წონისკლება იქნება ჯანმრთელობის ხარჯზე და ხაზზე არ გაიაროს და კუნთოვანი მასის კარგვა არის ჯანმრთელობის ფაქტიურად ჯანმრთელობის ხაზზე გავლა არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაში გვიწყობს ხელს კუნთოვანი მასა. კი, ზუსტად. გეთანხმებით სრულიად. თუნდაც ის რომ ქალი როდესაც მიდის 40 წლისკენ იქ მენოპაუზის ამბავი და აქეთ როდესაც არის უკვე კუნთოვანი მასის დაკარგვა და თან პლუს ვიცით რომ ბუნებრივად შეიძლება დაგვეწყოს ოსტეოფოროზი, ძვლის გამოფიტვა და ამასობაში აქეთ არ გვაქვს კუნთოვანი მასა, რომელიც აი ამ ძვალს დაიჭერს, ანუ უფრო მეტია სავარაუდოდ, აი არ ვიცი, ახლა მე ლოგიკურად მივდივარ და შენ მითხარი სტატისტიკა არის თუ არა ამაში. ლოგიკურად მივდივარ რომ აი ეს hip fraction როგორ არის, აი მენჯის მოტეხილობა ბარძაყის არეში, რომელიც ვიცით რომ სტატისტიკურად ქალებს უფრო მეტი გვაქვს, იმიტომ რომ ზუსტად მენოპაუზის დროს იქ ესტროგენი იკარგება, ძვლის გამოფიტვა ხდება და რაღაცა, სავარაუდოდ ესეც გვიმატებს ფონს. მე ესე მგონი, არ ვიცი, შემისწორე. ძალიან სწორად აღნიშნეთ, ზუსტად ოპერაციიდან 2 წლის შემდეგ მაინც მინიმუმ ნაჩვენებია, რომ ძვლის სიმკვრივე გამოვიკვლიოთ. იმიტომ რომ არის ნამდვილად იმის რისკი, რომ მან დაიკლოს და მოტეხილობების რისკი გაიზარდოს. ამის პრევენცია არის ერთი მხრივ ცილის სწორად ჩართვა რაციონში და საკვების ადეკვატური მიღება, მეორე მხრივ ისევ კალციუმის ნაბების მიღება, იმიტომ რომ კალციუმი არის საშენი მასალა, ასე ვთქვათ. ეს სამი აქ უნდა გაგიჩვენო, რომ კარგად ხაზი გავუსვათ. ესე იგი, ოპერაციიდან 2 წელში თუ როგორ 2 წელიწადში მაინც უკვე ეგრეთ წოდებული დენსიტომეტრიული კვლევით ხდება ხოლმე ძვლის სიმკვრივის შეფასება. ხომ არ გამოიფიტა ძვალი ამასობაში. იმიტომ რომ შეიძლება ახალგაზრდა იყოს ადამიანი, სხვა არანაირი რისკ ფაქტორი არ ჰქონდეს, მაგრამ თვითონ ბარიატრიული ოპერაცია არის უკვე რისკი იმის, რომ ძვალი გამოიფიტოს, თუ არა ადეკვატურად ჩართული ყველაფერი ის რაც ვახსენეთ. ვაიმე, ძალიან საინტერესოა, მაგრამ ძალიან ჩამძიმდით გონია და რაღაცა ისე არ მინდა გამომივიდეს, იმიტომ რომ მართლა არიან გოგონები, რომლებსაც აქვთ ბარიატრიული ოპერაცია უკვე გაკეთებული. მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, გაკეთდა ოპერაცია, მაგრამ აი ზუსტად აი ამ გართულებებამდე რო არ მივიდეთ და დავარევერსოთ აი ეს გართულებები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ჯერ ოპერაციამდე გიყუწებით lifestyle ცხოვრების წესის ცვლილებაზე ვიმუშაოთ და ვთქვათ აუცილებლად რომ ეს ხო არის ყველაზე ბოლო რეზორტი. Please, თქვი. ყველა ბოლოა ნამდვილად ყველაფერი სხვა უნდა ვცადოთ ჯერ და მხოლოდ მე მივადგეთ ამას, იმიტომ რომ უკვე აი ისეთ მდგომარეობაში თუ არის ადამიანი, რომ მეტი გზა აღარ არის, ეს მდგომარეობა ხომ 1 და 2 დღეში არ დგება და არც და ეს სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ დიდად ძალისხმევა შეიძლება აქამდე არ იყო ამ ყველაფერში ჩადებული. ან შეიძლება ადამიანის ეჩვენება რომ იყო, მაგრამ ცოტა სხვანაირად იყო მიდგომა ცოტა სხვანაირად იყო საჭირო, რაღაცების შემოტანა იყო შეიძლება საჭირო. ანუ 1 დღეში ეს ნამდვილად არ დგება ხოლმე და რომ არ დავდგეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ ბარიატრიის იქით გზა
აღარ არის, ჯობს რომ იქამდე ადრეულად დავიწყოთ ამის პრევენცია. ანუ პირიქით ფიქრობ, აი როგორი რაღაცა ეხა ძალიან ცუდი შედარება უნდა გავაკეთო და მესმის რომ ძალიან სენსიტიური თემაზე საუბრობ და მე ცოტა რაღაცა ხისტი საუბრის მანერა მაქვს, მაგრამ აი ცოდეთ რომ ჩემი ძუძუები გლოცო. ანუ იმიტომ რომ ყველა სხეულზე აი ძალიან გული შემტკივა და ყველა გოგონას აი მთელი ჩემი თმის ღერიდან ფეხიზიდამდე დაწყებული აი გულშემატკივრობ რომ მაქსიმალურად ჯანსაღი ფსიქიკით სხეულის პატივისცემით და ზრუნვით ვიყოთ დაკავებულები რა და აი ბარიატრიასთან როგორი შეგრძნება მაქვს ხოლმე აი მართლა 10,000-ობით გოგონასთან მაქვს შეხება რომლებიც აი მაგ გზას ფიქრობენ ხოლმე რა აი ეხლა რომ გვაქვს ხოლმე რაღაცა ის რომ აი მოდი ამერიკის ვიზას ავიღებ მაინც ეგდოს რა იცი ხო იცი რაღაცა ბექაპი რო არის რა ანუ ეს არის ეხლა ცალსახად ხო ყველას გვიფიქრია რაღაც მომენტში ეგ და აი მგონია რომ აი მოდი მაინც შევჭამ იმიტომ რომ ბარიატრია ხო ვიცი რომ არსებობს აი რა ზუსტად ვიცი რომ აი რაღაც მომენტში აი ეგ ფიქრის ეგ მიმართულება არსებობს გოგონებში რა და ძალიან მინდა რომ რაღაცნაირად ეს ამისი რევერსი გავაკეთოთ რა იმიტომ რომ პირველ რიგში ვარსებობთ ჩვენ და ჩვენი ძალისხმევა ზუსტად კარგი, კიდე რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? დავუშვათ აი ამ გართულებებს, რომ ეს გართულებები თავიდან ავიცილოთ. მოკლედ, ეფექტურობა საკმაოდ მაღალია ხოლმე. აი ბაიფასის შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალია ვიდრე სლივის, მამას რო თავი დავანებოთ, მაგრამ ეს ეფექტურობა ჩვენც რო გამზარდოთ და რაღაც ძალიან არ დაგვდრგუნოს ამ ყველაფერმა, პატარ-პატარა ნაბიჯებია ხოლმე საჭირო. რაც ადრე დაიწყება, მით უკეთესი, პრეოპერაციულად თუ დაიწყება, რა თქმა უნდა, კარგია. მაგალითად, კარგი რჩევა იქნებოდა საკვების 4-6 ულუფად განაწილება. ანუ რაც შეიძლება დაპატარავება და დღის განმავლობაში გადანაწილება. იმიტომ რომ ანატომიურად ამდენად შეცვლილ საჭმლის მომნელებელ სისტემას, რა თქმა უნდა, უჭირს ერთბაშად დიდი ულუფის მიღება და ფიზიკურადაც ვერ ახერხებენ ამას. ძალიანაც რომ უნდათ საწყის ეტაპზე ეწყებათ ხოლმე გულისრევის შეგრძნება და ფიზიკურად რაღაც ეტაპზე ჩერდებიან. მაგრამ ბოდიში, აი აქ ერთი წამი, ანუ იმის მაგივრად რომ დავუშვათ ამას ამდენს მე ვერ ვჭამ და ვჭამო 3 კოზი და მე დაველოდო სადღაც 4 საათს რო ვჭამო, ჯობია რომ ეხლა 3 კოზი ვჭამო, მე ცოტა ხანში 1-2 საათში კიდე 3 კოზი, 2 წუთში რომ ნუტრიციულად რაღაც კალორიები მივიღოთ, რომ არ მოხდეს გამოფიტვაც არ მოხდეს ელემენტარულად და ზედმეტადაც არ დავკარგოთ წონა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, მაშინ როცა მართლა დაბალია, ძალიან დაბალია მადა და ფიზიკურად ვერ ვიღებ დიდი რაოდენობით საკვებს. მაგრამ მთელი იდეა ამ ყველაფერში არის ის, რომ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, რა შეგვიზღუდა, ასე ვთქვათ, ოპერაცია. კი ბატონო, ოპერაციიდან გამომდინარე რაღაც ეტაპი ვერ ვიღებთ საკვებს, მაგრამ ეს მადა ხომ ოდესღაც დაბრუნდება და ოდესღაც ხომ ისევ შევძლებ შედარებით დიდი ოდენობით პორცია მივიღოთ. აი ზუსტად მაშინ უნდა გადაყვეს ეს ჯანსაღი ჩვევები, გამოვიმუშაოთ თანდათან ნელაკვება, ეგრეთ წოდებული mindful eating practice-ი დავნერგოთ. აი რას ნიშნავს ეგ რო აღსათ? მაგალითად ვიყვებოთ ისე რომ არ გაგვეფანტოს ყურადღება რაიმე სხვაზე, არ ვუყუროთ ტელევიზორს, არ ვსკროლოთ თუნდაც სოციალური ქსელები ჭამის დროს. ვიყოთ მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე თუ რას ვიღებთ, რა ტექსტურის, რა ფერის, რა გემოსია, როგორ გვსიამოვნებს და სხვა შორის ამ დროს რეცეპტორების მგრძნობელობაც იცვლება ხოლმე და რაც ბარიატრიამდე გვიყვარდა, ის შეიძლება ცოტა შეგვეცვალოს. ისეთი მოთხოვნილება შეიძლება მაგალითად კბილის მიმართ ვიღაცას აღარც გქონდეს და ეს პირიქით სასიხარულოდ აღმოჩნდეს ხომ? ყოველ შემთხვევაში დროთა განმავლობაში ასეთი ჩვევების დანერგვა გვეხმარება, რომ აი ზუსტად მაშინ, როცა 1-2 წლის შემდეგ მადა შედარებით აღდგება და უფრო ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდებით, არ გაგვექცეს რაღაც ფიზიკური აქტივობა? კი, ეს აუცილებლად მეორე ამბავი არის. ფიზიკური აქტივობა შეიძლება უკვე ჩაერთოს ისეთ დროს, როცა ადამიანს აღარ აქვს სუბიექტურად სისუსტის შეგრძნება, რაღაც დისკომფორტის მოვლენები და შეიძლება საკმაოდ მალე გაიაროს უკვე დაახლოებით მყარკვებაზე, როდესაც გადავა პაციენტი და ადეკვატურად იღებს საკვებსაც სილაც. აქ 8 კვირა დავთვალეთ, ხო? და ახლობით მეორე მესამე თვიდან. ჩემი პრაქტიკიდან 6 თვემდე ვერ ქაჩავენ ვარჯიშს. სუბუქი ფიზიკური აქტივობა შეიძლება იყოს. ვერ ქაჩავენ, იმიტომ რომ აი როგორც თქვით წეღან არ არის მომატებული ნელ-ნელა კალორიაში. და ზიან ისევ 400-600 კალორიაზე. ამიტომ უნდა რეკომენდაცია არის რომ ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს 6 კვირიდან კალორია. კი, აუცილებლად კალორიების ზრდასთან ერთად ცილას ადეკვატურად უნდა მიექცნენ ყურადღება, ჰიდრატაციას, რაზეც ჯერ არ მისაუბრე და აუცილებლად უნდა ვისაუბრო და აი ამ ყველაფრის ფონზე უკვე შესაძლებელი გახდება რომ ნელ-ნელა მცირე ოდენობით სიარული იქნება ეს თუ თანდათანობით სხვა ფიზიკური აქტივობის შემოტანა, ნელ-ნელა ეს ჩავრთოთ. ანუ 8 კვირიდან შეგვიძლია ნელ-ნელა თუ რა თქმა უნდა ადეკვატურად მოხდა კვების აღდგენა.
მშვენიერი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ კუნთოვანი მასა გვჭირდება ხალხო. და კუნთოვან მასას სხვანაირად სიარულით ვერ მივახცევთ. სიარულით შეგვიძლია დავიწყოთ ბარიატრიის შემდეგ, მაგრამ მე აუცილებელია კუნთზე მუშაობა. განსაკუთრებით მე მგონია რომ ბარიატრიის შემდეგ განსაკუთრებით აუცილებელია. განსაკუთრებით, იმიტომ რომ ძალიან დიდია ხოლმე დანაკარგი ამ დროს კუნთოვანი მასის. და ამით შესაბამისად 5 წლის შემდეგ წონის მატების, ხელახლა მატების რისკებსაც შევიმცირებთ. და ეფექტურობას არის მატება? კი, არის ხოლმე მატების ასე ვთქვათ მაჩვენებელი, დაახლოებით 20-30% შეიძლება იყოს სლივის შემთხვევაში, 10-15% ბაიფასის შემთხვევაში, მაგრამ ნამდვილად არის. და ამის უკან ისევ და ისევ დგას ხოლმე რაღაც მავნე კვებითი ჩვევები, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, სწორედაც, ფსიქოემოციური სტრესი და ზოგჯერ ზუსტად ის მდგომარეობები, რომლებიც ემოციურ კვებას უკავშირდება და გადაჭარბებით მიღებული კალორიები. ამიტომ ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენონ ჩვევების დანერგვისთვის, რაღაცა ახალი ფაქტიურად მართლა ცხოვრების სტილის ცვლილებისთვის და არ იყვნენ დამოკიდებული დაუშვათ მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ უბრალოდ კუჭი არ აძლევთ მეტის მიღების საშუალებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და მე მგონი რომ ძალისხმევის გარეშე ხო არაფერი იდეაში სამწუხაროდ არ მიიღწევა რა. არა, ნამდვილად არა. მოდი ჰიდრატაციაზე გადავიდეთ. ბოდიში ეს ამოვწურეთ ეს თემა. ანუ კიდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ. თუ დაუშვათ აი ვერ ახერხებს ჩვევების დანერგვას. ანუ სამსახური აქვს საშინელი, ისევ იგივე ექსკიუზები, ისევ იგივე გასამართლებელი საბუთები აქვს, რომ დრო არ არის და რა ვქნათ? ფსიქოთერაპია შეიძლება ამის ჩართულობა, შესაძლებელია ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ოჯახის მხარდაჭერა. შეიძლება თვითონ არ აქვს დრო, მაგრამ სიტყვაზე ოჯახის რომელიმე წევრმა გამოყოს იმისთვის დრო, რომ გაუმზადოს შესაბამისი საკვები და გაატანოს. ანუ ამ დროს მაქსიმალურად ოჯახის, მეგობრების მხარდაჭერა, ფსიქოთერაპია თუ საჭიროება მოითხოვს, ექიმთან რეგულარული ვიზიტები, რომ ამანაც დამატებითი мотиваცია მისცეს, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი ოჯახმას უნდა შეცვალოს კვებითი ქცევები, არა? ეხლა თუ ოჯახში კარადაში მუდმივად დევს იქ ბისკვიტები, შოკოლადები, კოკაკოლები და რაღაცეები, თუ ესეთი ადამიანი არის დავუშვათ კვებითი ქცევით გართულებებით, ხო? მე მგონი რომ მთლიანმა ოჯახმა უნდა მიიღოს ამაში გადაწყვეტა მონაწილეობა, ხო? კი. ეს მეთოდი ძალიან ეხმარება ხოლმე ადამიანებს ნამდვილად და ერთ-ერთი აი mindful eating-ი რომ ვახსენე, ერთ-ერთი სხვათა შორის არის ოჯახთან ერთად სუფრასთან დაჯდომა. უფრო გააზრებულია ხოლმე ამ დროს კვება, უფრო რაღაც ტრადიციასთან ასოცირდება უკვე და ერთი კვება მაინც, იმიტომ რომ როგორც წესი ვერ ვაკვირდება. ხო, ერთი კვება მაინც მთელი ოჯახი ახლა გასული აღარ არის, რომ დედა ყოველთვის დაფში გველოდებოდა და ხო, სამწუხაროდ ყველანი გასულებია და ვახშამი მაინც რომ მოხდეს ერთად შაბათ-კვირას საუზმე და რაღაც მე ვგიჟდები შაბათ-კვირის ერთიან საუზმეზე რა. კი, ნამდვილად ეგეც ძალიან შორის. და ჰიდრატაციაზე რო ვისაუბრეთ. ჰიდრატაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ახლო პოსტოპერაციულ პერიოდშიც და შემდეგაც. იქედან გამომდინარე, რომ ორგანიზმი დასუსტებულია, აღდგენა სჭირდება, ენერგია სჭირდება, კი ვიცით, რომ წყალი როგორც ასეთი კალორიას არ გვაძლევს, მაგრამ ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი პროცესისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ბიოქიმიური რეაქცია იქნება თუ სხვა რამ ნორმალურად წავიდეს და ასევე მნიშვნელოვანია რომ ეს დაზიანებული სტრუქტურები, ნაკერები და ასე შემდეგ ნორმალურად განიცდიდეს რეგენერაციას. ცილასთან ერთად ნორმალური ჰიდრატაცია ამისთვის გვჭირდება. მე იცი რა დამავიწყდა ბოდიში. ჩვენ ცილაზე არ ვთქვით დანამატის, აი როგორც მულტივიტამინები უნდა მივიღოთ ჩვენ. ცილაც ესე მუდმივად უნდა მოდიოდეს ჩვენ შემთხვევაში დანამატის სახით. ხა გეტყვით. პირველ ეტაპზე თხევადი საკვების პირობებში ცილის დანამატის მიღება არის უმჯობესი, იმიტომ რომ ფიზიკურად რძით, მატნით ამდენს ფიზიკურად ვერ მიიღებს ორგანიზმი. და ჯობს რომ ეს კონცენტრირებული გარკვეული ოდენობით რაც არის ხოლმე თითო პორციაში ეს ნამდვილად დაემატოს რაციონს. მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა უკვე გადავალთ რბილ კვებაზე, გადავალთ მყარ კვებაზე, უკვე შესაძლებელი ხდება იქ ხორცის ფარშის დაბლენდერებული კვერცხის თუ პარკოსნების ნელ-ნელა თანდათან შემოტანა, ჩიას, თხილეულის, ავოკადოს და სხვადასხვა შემოტანა, რომლებიც ასევე შეგვისებენ ცილის რაციონს, მთელმარცვლოვანი პროდუქტების ჩართვა, ოღონდ ასეც რბილის სახით და შესაძლებელია რაღაც ეტაპზე შევამციროთ თავიდან ცილის დანამატის ოდენობა და შემდგომში საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. კი ბატონო, ბოდიში გაგაწყვეტინე, მაგრამ კარგი ფრენთი იყო ნამდვილად. გირდახს
მოიხსენებათ. ხო, ჰიდრატაციაზე საუბრობდით. ჰიდრატაციის ესეთი გარკვეული რეკომენდაციები არსებობს, მაგალითად, რამდენი ლიტრი სითხე უნდა მიიღოს ადამიანმა, მაგრამ აქაც ვიტყოდი, რომ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და სჯობს ადამიანს ასწავლო დეჰიდრატაციის, ანუ არასაკმარისი სითხის ნიშნები რა არის, რომ ეს იცნოს და საჭიროების მოდი შემთხვევაში ჩამოთვალოთ რა. მიიღოს გაზრდოს მიღება. პირველ რიგში ეს ყველაზე გავრცელებული, რასაც ყველაზე მარტივად ვიცნობთ, არის ხოლმე წყურვილის შეგრძნება, მაგრამ მარტო ამაზე რომ ავიყოთ დამოკიდებული, ასევე მივაქციოთ ხოლმე მაგალითად ყურადღება კანის სიმშრალეს. შეიძლება თმის გაუხეშებაც გამოიწვიოს ამან, ასევე შარდის ფერის ცვლილება უფრო მუქი ფერი ხდება ხოლმე ამ დროს, რახან მისი სუნიანი. კონცენტრაცია. ჩვენი შარდი უნდა იყოს ბიავარდის სუნით. და არა ხო, კი ბატონო, უფრო მუქი ფერის ხდება ხოლმე და შედარებით იშვიათით, ხო? და ზოგჯერ, იშვიათ შემთხვევაში თუ მართლა ძალიან მძიმე ჰიდრატაციის სითხის ნაკლებობა შეიძლება ცოტა გულისცემაც გაუხშირდეთ ადამიანებს და ცოტა წნევაც დაუქვეითდეთ. საინტერესო კოროლაცია თუ დაკავშირება არის, ხო? იმიტომ რომ რა შუაშია უწყლობა და რა შუაშია გულისცემა, ხო? მაგას ძალიან საინტერესოა. ჩვენი სისხლის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ნაწილი სისხლისა, რომელიც ცირკულირებს ჩვენს სისხლძარღვებში და რომელსაც გული გადატუმბავს, ასე ვთქვათ, არის წყალი, ანუ პლაზმა ძირითადად შედგება სითხისგან, ასე ვთქვათ. შესაბამისად, როდესაც ორგანიზმი დეჰიდრირებულია, ეს პლაზმის მოცულობასაც ამცირებს ხოლმე და გულს უფრო მეტი დატვირთვით უწევს, ასე ვთქვათ, სისხლის გადატუმბვა, ამიტომ შეიძლება ცოტა ტაქიკარდიისკენ წავიდეთ, თუმცა ესეთი მსუბუქი დეფიციტის დროს ეს არ ხდება ხოლმე და მთლად მაქამდეც ნუ მიიყვანს თავს. ანუ ესე იგი წყურვილი არის უკვე ნიშანი, რომ დეჰიდრატაცია იწყება. წყურვილ მეც სულ მაგას ვამბობ, წყურვილამდე არ უნდა მივიყვანო. როგორც შიმშილამდე არ უნდა მიიყვანო ორგანიზმი, იმიტომ რომ როგორც შიმშილამდე და წყურვილამდე მიდიხარ, მე უკვე წყალის შემთხვევაში ხარბია და რაღაც ესე არ გამოდის, მაგრამ საჭმელ შემთხვევაში ხო ხარბად იღებ და მანდ არის ზუსტად გადაჭარბებული კალორიაჟის მიღების საშიშროება, ხო. მაგრამ წყალზეც ცალსახად წყურვილამდე არ უნდა მეხვიდეთ, უბრალოდ და ნელ-ნელა დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ ჩვენი ნორმა. და ერთს დავამატებ ჰიდრატაციაზე. აი, მაშინ როცა უკვე რბილი და მყარი საკვები შემოდის რაციონში, ერთი დამატებითი პრინციპია ხოლმე მათ გასათვალისწინებელი, რომ სითხე არ მიიღონ საკვებთან ერთად. ანუ შეგვიძლია რომ მივიღოთ საკვებამდე 30 წუთით ადრე, ან საკვების დასრულებიდან 30 წუთში. მაგრამ არა საკვებთან ერთად, იმიტომ რომ ისეც გარკვეულ დისკომფორტებს იწვევს ხოლმე. არა მარტო დისკომფორტს, არამედ მე ამცირებს ზუსტად იმ ჩვენი ნუტრიენტების მიღებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უნდა დავაპრიორიტეტოთ, რომ არ მოხდეს malnutrition, ხო და არ მოხდეს ვიტამინების. ესეც და არსებობს კიდევ დემპინგ სინდრომის განვითარების რისკია, როდესაც ადრეულად ეწყებათ ხოლმე საკვების მიღებიდან ძალიან მალევე დისკომფორტის შეგრძნება, შებერილობა, ტკივილი და ასევე შესაძლებელია იგივე სიმპტომები წამოვიდეს, ეს ტაქიკარდიის მომენტი და ცოტა დაღლილობის და გაბრუების მომენტი. და ეს რომ არ განვითარდეს ხოლმე, ერთი რომ სითხე უნდა დავაშოროთ აუცილებლად კვებას და მეორე უნდა მოვერიდოთ მარტივ ნახშირწყლებს. რას გულისხმობთ? ბოსნეული? არა, ხილში ბოსნეულში შაქარი შედის ნამდვილად, მაგრამ მაინც ბუნებრივ შაქარს ვუწოდებთ ხოლმე მას. პროცესირებულ, კი ბატონო, წყაროებს, ასე ვთქვათ, ნახშირწყლების, ტკბილეულს, ტკბილ წვენებს. აი, წეგენ ვახსენე, წვენების მიღება მისაღები არის, თუნდაც იგივე პოსტოპერაციულ ახლო პერიოდში, პირველ ორ კვირაში, როცა თხევადი არის ძირითადად საკვები. მაგრამ მომდევნო პერიოდში ვსჯობს, რომ ამ სახით ეს თავისუფალი შაქრები აღარ მივიღოთ ხოლმე და მოვერიდოთ წვენების რაციონში ჩართვას და ამის მაგივრად ვეცადოთ წყლით ჰიდრატაციას, მინერალური სითხეებით ჰიდრატაციას. რატომ მოვერიდოთ? იმიტომ რომ წვენში უშუალოდ იქნება ეს კომპოტი, ფრეში თუ სხვა, ხილში შემავალი ბუნებრივი შაქარი, გარდა იქნება ხოლმე ეგრეთ წოდებულ თავისუფალ შაქრად, დამატებულ ეგრეთ წოდებულ შაქრად, რომელსაც მეტი რისკი აქვს ხოლმე რომ დააპროვოციროს, ასე ვთქვათ, დემპინგ სინდრომი. ანუ რაც მეტად კონცენტრირებული იქნება ჩვენ საკვებში ეს მარტივი შაქრები და ნახშირწყლები, მით მეტი შანსი არის, რომ შედარებით სწრაფად გადავიდეს ნაწლავებიდან სისხლში, მე ამის საპასუხოდ დიდი ოდენობით ინსულინი გადმოიწყორცნოს, მალევე დააგდოს სისხლში გლუკოზის შემცველობა და ამან გამოიწვიოს ისეთ სიმპტომები, როგორებიცაა ოფლიანობა, ხელების კანკალი, დეზორიენტაცია და ეს დისკომფორტი რომ არ შეუქმნათ საკუთარ თავს, აი ამისთვის უმჯობესი არის რომ მარტივ შაქრებს ცოტა
მარტივ ნახშირწყლებს ეს ცოტა დემპინგ მოვერიდოთ. სინდრომი არ განმარტეთ, არ ვიცი რა ხშირი არის აა და ხშირია სხვათა შორის ადრეულ ეტაპზე განსაკუთრებით. აა როდის ხდება, როდის ვითარდება და რა არის ზოგადად ეგ რაღაც ცოტა ვითარდება მაშინ, როდესაც მაგალითად დიდი ოდენობით ულუფა, ან ისეთი ულუფა, რომელიც გაჯერებულია მარტივი ნახშირწყლებით, თუნდაც შაქრებით, სწრაფად გადადის აი ამ დაპატარავებული კუჭიდან თუნდაც ნაწლავებში. ანუ ეს როდის ხდება, რომ კვება, მე რომ კვებაზე გადავედი, ცოტა მეტი მომივიდა? შეიძლება რბილ კვებაზეც დაგვემართოს ეს და შეიძლება თხევად კვებაზეც რაღაცა ძალიან ტკბილი სასმელი მივიღოთ და ამ დროსაც დაგვემართოს. ან ტკბილის გარეშე არ გვემართება ეგ? ძირითადად ტკბილზე გვემართება, ძირითადად გვემართება დიდ ულუფაზე და ასევე იმ შემთხვევაშიც გვემართება თუ საკვებს მალევე მივაყოლებთ წყალს. ეხლა რატო? იმიტომ რომ ეს საკვები მასა ძალიან სწრაფად გადადის ხოლმე დაპატარავებული კუჭიდან ნაწლავებში. ფიზიკურად ვერ დაყრდნობა იქ უფრო დიდხანს. შედარებით სწრაფია მისი გადასვლის პროცესი. და არის ძალიან კონცენტრირებული, როდესაც გაჯერებულია მაგალითად აი მარტივი შაქრები, მარტივი ნახშირწყლებით, თუნდაც შაქრებით ხო? ამის საპასუხოდ ნაწლავებში შედის ხოლმე სითხე უკვე გარშემომყოფი კაპილარებიდან, სისხლძარღვებიდან და სწორედ ეს არის ხოლმე მიზეზი, რატო გვივითარდება. კი, რომ განაზავოს ასე ვთქვათ, ეს არის ხოლმე მიზეზი, რატო გვივითარდება ტაქიკარდია. წაღან ხო ვახსენეთ, რომ სითხე რამე სახით თუ დაგვაკლდება და იგივე ნაწლავში შევა ეს სითხე. და რაღაცა პროცესში ჩაუშვა იდეაში. გადაიტყორცნა არასაჭირო ადგილას. შეიძლება ტაქიკარდია დაგვეწყოს, შეიძლება გულისფრელი დაგვეწყოს, ან სისუსტე განგვეითარდეს. და ამ დროს ამდენი სითხე და საკვები რომ ერთბაშე და პაწაწუნა ნაწლავში შევიდა ხომ გადაიბერა ნაწლავი. ამან შეიძლება უკვე ადრეულ ეტაპზე მოგცეს დისკომფორტი, იგივე ტკივილის შეგრძნება, ღებინების შეგრძნება და სხვა ესეთი დისპეპსიური მოვლენები. მაგრამ რაღაც დრო როცა გაივლის და ამ ნაწლავებიდან იგივე თუნდაც მარტივი ნახშირწყლები მალე და უცებ შეიწოვება და გადავა სისხლში, საპასუხოდ ინსულინი გამოიტყორცნება ხოლმე, რომელიც გლუკოზის დონეს მალევე დააგდებს და მოგცემს ჰიპოგლიკემიის, ასე ვთქვათ, სიმპტომებს. გასაგებია, ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრი, ანუ ოპერაცია არის რა, რომელსაც შემდგომ ჭირდება აი ძალიან ისეთი გართულება რა. კი არა, ბოდიში გაფრთხილება და სერიოზული ძალისხმევა. არის რაიმე ჩვევები, რაც უნდა გავითვალისწინოთ, მავნე ჩვევები, ან მანამდე, ან მე როგორც ვიცი, აი ერთ პოდკასტს უსმინე ბატონ კოტესთან, სადაც ბატონი აბულაძე ახსენებდა, რომ მოწევის შემთხვევაში მე მგონი სლივი არ კეთდება თუ ბაიპასი კეთდება და აი ზუსტად აღარ მახსოვს ოღონდ რა დაჟე იცვლება ოპერაციის მიმართულება. მოწევის შემთხვევაში. აი ორივე შემთხვევაში ვიტყოდი, რომ მოწევა ცალსახად უნდა შეწყდეს პაციენტთან, იმიტომ რომ ძალიან მაღალია ხოლმე ამ დროს უშუალოდ ქსოვილების აღდგენის პროცესების დარღვევის რისკი და შეიძლება განვითარდეს ნაკერებიდან სისხლდენა, შეიძლება ნაკერების უკმარისობა განვითარდეს, დაწყვეტილებაც კი, რომელიც ძალიან ისე ცუდად ჟღერს და ნამდვილად არ გვინდა რომ ასე მოხდეს. ამიტომ მოწევისგან თავის არიდება ამ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა. ანუ აქ მკაცრად ეუბნებით, რომ უეჭველი აღარ უნდა მოწიოთ. ძალიან მკაცრი არის ეს მითი. ოკეი, და რამდენი ხანი ეუბნებით რომ არ მოწიოთ? ახლო პოსტოპერაციულ პერიოდში მაინც არ უნდა მოწიოს ადამიანი, რა თქმა უნდა, სულ თუ დაანებებს თავს უკეთესი, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც სანამ ქსოვილები ნორმალურად აღდგება, რომ დარწმუნდება ქირურგი, რომ არანაირი უკმარისობა ნაკერის არა, რაიმე გართულება არ განვითარებულა, აი ამ პერიოდის განმავლობაში მაინც თავი უნდა შეიკავოს ყველანაირად. მე ძალიან საინტერესო იყო. მე მგონი და ძალიან კარგი მესიჯები გავა, იმედია და საკმაოდ სენსიტიური თემაა და რაღაცნაირად პატარა შეჯამება რომ გავუკეთოთ. ბარიატრია როგორც ოპერაცია, რა თქმა უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ არის გარკვეული ჩვენებები და გარკვეული სიტუაციები, სადაც აუცილებელი არის რომ გაკეთდეს, მაგრამ ცალსახად ეს ოპერაცია არ უნდა იყოს აღქმული, როგორც პლასტიკური ოპერაცია, არ უნდა იყოს აღქმული როგორც სათადარიგო გეგმად, რომ არა უშავს, მოდი ახლა მიუშვას. ხო, იმიტომ რომ ეს არის ოპერაცია, რომელსაც სჭირდება ძალიან მაღალი დისციპლინა, მე ვიტყოდი, არა? სუსტად. უდისციპლინესი უნდა იყო ბარიატრიული ოპერაციის მერე და თუ ეს დისციპლინა შეგიძლია გადმოვიტანოთ აქტიურადრე აქეთ გადმოვიტანოთ ხო ჩავერთოთ იქ ვამბობ ხოლმე ჩემი სოცქსელებიდან რომ აქ
აქ ვუშველოთ ჩვენ თავს რა, იმიტომ რომ ეს არის ფუნდამენტი ამას რომ შევცვლით, მე გვიმარტივდება რაღაცეები რა, თუ მით უმეტეს ყოველთვის სტრესიდან არის ხოლმე გამოწვეული, რაღაც ეს თავდაცვითი მექანიზმი ეს კვება, რაც რასაც მე მივყავართ აქამდე რა და აი პატარა შეჯამებასაბით რომ გავუკეთო ბარიატრიის შემდეგ რა არის მნიშვნელოვანი. ბარიატრიასაც რო ვახსენოთ თვითონ და მის მნიშვნელობასაც ისე არ გამომივიდეს რომ გადავუსვე ხაზი. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ადგილი აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა უმჯობესია თუ აქამდე არ მევიყვანთ საქმეს და მაქსიმალურად ჩვენს ძალისხმევას მანამდე მოვმართავთ საჭირო მიმართულებით, იქნება ეს ფიზიკური აქტივობა, იქნება ეს ჩანსაღი კვება, მედიტაცია, იოგა თუ სხვადასხვა, ნებისმიერი გზით ჯობს რომ ეს ავირიდოთ ყოველ შემთხვევაში თავიდან. აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ თუ მაინც მივედით, აქაც არ არის პრობლემა, მთავარია რომ мотиваცია და განწყობა გქონდეს იმ კუთხით მომართული, რომ ჩვენი ძალისხმევა საჭირო იქნება, მაგრამ ამაში პროცესულად თვითონ ის ცვლილებები, რომლებიც ოპერაციის შემდეგ მოხდება ორგანიზმში, დაგვეხმარება და ჩვენი მტერი კი არ არის ეს ყველაფერი პირიქით ჩვენ მხარეს გადმოვიყვანოთ, ასე ზუსტად გამოვიყენოთ. გამოვიყენოთ ის ადრეული ფაზა, როცა მადა შედარებით დაქვეითებული გვაქვს და ამ დროს დავნერგოთ ის ჩვევები, რომლებიც მომავალში გამოგვადგება. რომელთა გამკლავებაც და დანერგვაც აქამდე შესაძლებელია ცოტა რთულად გვეჩვენებოდა, ხო? და გავითვალისწინოთ ის თუ რა ეტაპებად უნდა დავყოთ ჩვენი კვება, როგორ უნდა შევცვალოთ ეტაპობრივად ტექსტურა, როგორ უნდა გავზარდოთ კალორაჟი და ამას მივაქციოთ ხოლმე ყურადღება თავიდანვე, რომ თუნდაც იგივე ზედმეტი კუნთი არ გამოგვეცალოს ხელიდან, ჩავრთოთ საკმარისი ოდენობით ცილა, რომ აღდგენითი პროცესებიც კარგად წავიდეს და ისევ მეტაბოლიზმი თავის ადგილზე დავაბრუნოთ და შევინარჩუნოთ. ჰიდრატაციას მივაქციოთ, ყურადღება წყალი შევიყვაროთ, ფიზიკური აქტივობა თავის დროზე შემოვიტანოთ, მაშინ როცა უკვე ამის, ასე ვთქვათ, ენერგია გვექნება და სხვანაირად მოგჭიმავს ეს აუცილებლად სამომავლოდ და მულტივიტამინების ამბებიც ძალიან და ზუსტად მათ მივდივარ და არ დაგვავიწყდეს ჩვენი მულტივიტამინის, კალციუმის რეგულარული მიღება, ექიმთან რეგულარული ვიზიტი მონიტორინგისთვის, იმისთვის რომ ელემენტარულად რა არ გამოგრჩეს. უბრალოდ გავიღიმოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ, დავიწყოთ თავიდან და გავაგრძელოთ პოზიტიურად. მე მგონია რომ ეს ოპერაცია არის ფაქტიურად მზაობა ძალისხმევისთვის. არა ის რომ რაკაიევსო ფეხზე გადავიდეთ და თავის საქმეს ოპერაცია ეზავს პირიქით. ეს არის რომ თქვენ გადადგით ნაბიჯი მზაობაზე რომ იყოთ უფრო მეტად დისციპლინებულები და უფრო მეტი ძალისხმევა გაიღოთ თქვენი საკუთარი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ მანამდე გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას გოგოებო, იმიტომ რომ ამ ძვირფას სხეულზე ფასეული და კარგი მე მგონი ჩვენ ცხოვრებაში არაფერი გვიჭირავს. უბრალოდ როგორ არ გვიჭირავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველი იწყება აი ამის ზრუნვით რა. უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. ხო არ არის რაღაც რაც დარჩა და არ შევხებივარ და გინდა რომ დაამატო. გონი რომ არა. გონი რომ კარგად ამოვწურეთ, ხო? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ამის მერე ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ძალიან ცნობიერად იქნებიან ჩართულები ამ პროცესში. პოსტოპერაციაზეც, ოპერაციამდე სანამ მივლენ ასევე და მე მგონია რომ ეს პოდკასტი იქნება ზუსტად რაღაცა ერთი გადადგმული ნაბიჯი, რომ ცოტა ფრთხილად მოვიკიდო და ტრენდული კი არ იყოს ეს ოპერაცია, არამედ იყოს გააზრებული და ხოლმე ბოლო რეზორტი და ბოლო აუცილებლობა. უღრმესი მადლობა თქვენ, იმედია ბოლომდე დარჩით ჩვენთან. კიდევ შეგახსენებთ, რომ ამ პოდკასტის წარმოდგენი არის Cherryfit აპლიკაცია, პლატფორმა, რომელზეც დაგვხვდებათ დისტანციური სავარჯიშო პროგრამები, დისტანციური კვების გეგმები გაწერილი და სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები. აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გავაძლიეროთ ეს პოდკასტი, შევქმნათ ჩვენი საზოგადოება და ამაში გვჭირდება აუცილებლად თქვენი თანადგომა, რომ თითოეულმა ვიდეომ, თითოეულმა აი აქ დადებულმა პოდკასტმა სიცოცხლის უნარიანობა და ხანგრძლივობა შეინარჩუნოს თქვენი დალაიქებით, თქვენი ვიდეოს გაზიარებით და არხის გამოწერით. ძალიან დიდი მადლობა და აბა თქვენს.